ხანდახან გვაინტერესებს, როგორი უნდა იყოს პუტინის სიზმრები. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი წარმოდგენა გვაქვს ამაზე. პუტინს ყველაზე მეტად მსოფლიოში სურს, რომ აღიარონ როგორც ადამიანი, რომელმაც რუსეთი კვლავ დიდ სახელმწიფოდ აქცია. მას სურს ძეგლები. მას სურს, რომ მასთან ისე ისაუბრონ, როგორც საუბრობდნენ ცარებთან და საბჭოთა ლიდერებთან, რომლებმაც რუსეთი მისი აღმავლობის პერიოდში მართეს. პუტინი ოცნებობს რუსეთის გაძლიერებაზე და სურდა, რომ უკრაინა მისი მთავარი გასაღები ყოფილიყო ამისთვის, მაგრამ მან ვერ შეძლო. და სინამდვილეში მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ რუსეთი უფრო პატარა გახადა, ვიდრე იყო მის შეჭრამდე. ეხლა რუსეთი უფრო მძიმე საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე უკრაინასთან დამარცხება. პუტინის დაუნდობელი ამბიციის შედეგად ის უმნიშვნელო ქვეყნად იქცევა. პუტინის მთელი ხედვა სამყაროს შესახებ მის საკუთარ ეგოზეა აგებული. პუტინისთვის როგორც მას ექცევიან, პირდაპირ კავშირშია იმასთან, როგორც რუსეთს ექცევიან მთლიანობაში, რადგან ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც იმის განსახიერება, რაც რუსეთი უნდა იყოს. ამ მარტივი ფაქტის გააზრება ხსნის ბევრ რამეს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ცდილობს. ერთ-ერთი მიზანი და შესაძლოა მთავარი მიზანი ამ ეწინებლის სპეციალური სამხედრო ოპერაციისა იყო პუტინის სახელისთვის პატივისა და დიდების მოტანა დანარჩენი მსოფლიოს თვალში. ის სჯეროდა, რომ უკრაინის დაპყრობით ისტორიაში ერთ-ერთ დიდ რუს ლიდერად შევა და ამით რუსეთი მისი მიღწევების წყალობით უფრო დიდი და დიდებული გახდება. ეს ეგოისტურია და საბოლოოდ იმით არის განპირობებული, რომ პუტინს დიდი ხანია ჰგონია, რომ დასავლეთი არც მას და არც რუსეთს იმდენად არ სცემს პატივს, რამდენადაც უნდა სცემდეს. არ არის დამთხვევა, რომ პუტინმა ნატოს გაფართოება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა, როდესაც უკრაინაში შეიჭრა. ის ამას ბევრად ადრე, 10 წელზე მეტხანს აკეთებდა, არა აუცილებლად იმიტომ, რომ ნატოს ეშინოდა. პუტინს არასდროს სჯეროდა, რომ ნატო ომს დაიწყებდა რუსეთთან. ის იმას ეშინოდა, რომ ნატოს გაფართოება მის პრეზიდენტად ყოფნას დაუკავშირდებოდა. დასავლეთი გაიზრდებოდა და პუტინის აზრით რუსეთის გავლენის სფერო შემცირდებოდა, თუ ის არაფერს გააკეთებდა. პუტინისთვის ასეთი მდგომარეობის დაშვება შეუძლებელი იყო. მას სურს დიდებული იყოს, მას სურს, რომ სცემდნენ პატივს. პუტინს უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც რუსები 100 წელიწადში მიუთითებენ, როგორც იმ კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ძველი რუსეთის იმპერიების ან საბჭოთა კავშირის სიმაღლეებზე დააბრუნა. ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო პირველი ნაბიჯი მისი ისტორიული მემკვიდრეობისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ საბოლოოდ ეს აღმოჩნდა კულფი, რომელიც პუტინმა საკუთარ ყელზე შემოიხუია, რადგან მისი სასოწარკვეთილი დიდების ძიება მხოლოდ რუსეთის დასუსტებით, უკრაინის გაძლიერებით და ისეთი მომავლის შექმნით დასრულდა, რომელიც პუტინს ისტორიის წიგნებში დაამკვიდრებს. მხოლოდ არა იმ მიზეზებით, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. მოდით ვნახოთ, რა მოუტანა ომმა რუსეთს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. დავიწყოთ იმ ქვეყნიდან, რომელიც პუტინის სამიზნე იყო და რჩება, უკრაინიდან. პუტინისთვის უკრაინის დამარცხება იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი დიდ სამეულში, აშშ-ში ჩინეთი და რუსეთი დიდ ძალად ჩაითვლებოდა. ეს იქნებოდა აღორძინების დასაწყისი. პირველ რიგში მოხდებოდა უკრაინის დამორჩილება, მისი 15 ტრილიონი დოლარის ღირებულების მინერალური რესურსების ხელში ჩაგდება, ნატოსთან მოსაზღვრე უზარმაზარი ტერიტორიის უზრუნველყოფა და დამპყრობლის პრესტიჟის მოპოვება, რასაც მოჰყვებოდა ევროპაში დარჩენილი იმ მცირე ტერიტორიების დაპყრობა, რომლებიც ადრე საბჭოთა გავლენის სფეროში შედიოდა. ეს იყო დიდი გეგმა. მაგრამ პუტინმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ აანთო ნაპერწკალი, რომელმაც უკრაინა გლობალურ ძალად აქცია, ისეთად როგორცაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა. შეხედეთ დღევანდელ უკრაინას და ზუსტად მიხდებით, რას გულისხმობთ. რუსეთი გამოაშკარავდა როგორც საშუალო ძალა, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის დონეზე არ დგას და ეს გამჟღავნება იმ ფასად დაუჯდა, რომ უკრაინა ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ვიდრე მაშინ იქნებოდა პუტინის არმია რომ არ შეჯრილიყო. მაშინაც კი როცა უკვე 4 წელზე მეტია ბრძოლა გრძელდება, უკრაინაში ფრონტის ხაზი შედარებით უცვლელია და რუსეთს ჯერ კიდევ ქვეყნის დაახლოებით 80% აქვს დასაპყრობი, თუ პუტინის ხედვის განხორციელება სურს. დრონების დიპლომატიის მეშვეობით უკრაინა სამხედრო ძალად იქცა, რომელსაც მსოფლიო არენაზე და საკუთარ ტერიტორიაზეც ანგარიშს უწევენ. ევროპის მასშტაბით შეთანხმებები იდება, რადგან უკრაინა ღრმად ინტეგრირდება ნატოს სტრუქტურაში, რომელსაც პუტინი დასუსტებას უპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნატოს წევრი არ არის. ახლო აღმოსავლეთში უკრაინა შეთანხმებებს დებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საუდის არაბეთი, ყატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. თითოეული შეთანხმება 10 წელი გრძელდება, მოიცავს ფულისა და ნავთობის დაპირებებს და ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ დრონების წყალობით, რომელთა განვითარებაც უკრაინას პუტინის შეჭრის მოგერიებისთვის მოუწია. ის რაც გარდაუვალ გამარჯვებად ითვლებოდა თუნდაც პუტინის დაპირებაზე გვიან, ჯერ ჭაობად იქცა, შემდეგ კი ომად, რომელმაც უკრაინა გააძლიერა და რუსეთი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე დაასუსტა. ატლანტიკური საბჭოს ცნობით უკრაინის სამხედრო ძალები ახლა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მათი ჯარისკაცები ხშირად უკეთესად ასრულებენ ამოცანებს, ვიდრე ნატოს კოლეგები ერთობლივი წვრთნების დროს. უკრაინა აღარ არის ის უსაფრთხოების ტვირთი, რაც პუტინის შეჭრის დროს იყო. ის წვლილის შემტანიცაა და მსოფლიო ლიდერიც იმ ტექნოლოგიების უმეტესობაში, რომლებიც სპეციალურად რუსეთის დასამარცხებლად იქნება. პუტინისთვის და მისი დიდი რუსეთის ხედვისთვის, რომელიც ძველი ქვეყნის ანარეკლია, ეს სრული კატასტროფა. ქვეყანამ, რომელიც თითქოს მხოლოდ რუსეთის დამატება უნდა ყოფილიყო, შექმნა გეგმა, როგორ შეაჩეროს რუსეთი მის გზაზე.
პუტინი უნდა ყოფილიყო ლიდერი, რომელიც რუსეთს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატოსფეროში დააბრუნებდა და მას უფრო დიდ მოთამაშედ აქცევდა, ვიდრე 10 წლეულების განმავლობაში იყო. მაგრამ სინამდვილეში მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ სამხედრო ძალა, რომელიც ქაღალდის ვეფხვად აღმოჩნდა, დაამცირა და რუსეთის გავლენა მასშტაბურად ჩამოიშალა. და ეს გვაშორებს მხოლოდ უკრაინას და გადაგვიყვანს პუტინის მარცხის უფრო ფართო შედეგებზე იმ ომში, რომელიც თავად დაიწყო. რეგიონები, სადაც რუსეთს ოდესღაც გავლენა ჰქონდა და მის სამხედრო ძალას დაუმარცხებლად მიიჩნევდნენ, ახლა პუტინისგან შორს იჭერენ თავს. ეს ნათლად ჩანს სამხრეთ კავკასიაში. ოდესღაც რუსეთი ამ რეგიონს მართავდა. ეს 150 წლის განმავლობაში გაგრძელდა და პუტინის მმართველობის დროსაც მას დიდი გავლენა ჰქონდა. რუსეთის ლიდერი ახერხებდა დაძაბულობის გაღვივებას ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი. პუტინისთვის ხელსაკრავ მხარეს კი დაცვისა და მხარდაჭერის დაპირებას აძლევდა, რასაც მხარს უჭერდა ის სამხედრო ძალა, რომელიც ახლა უკრაინაში იშლება. ამ ტაქტიკებიდან არც ერთი აღარ მუშაობს. რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები დაინგრა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდის დროს რუსმა პოლიციელებმა 2 აზერბაიჯანელი მოქალაქე წამებით მოკლეს. ამ შემთხვევამ დაპატიმრებები და რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებები გამოიწვია. რუსეთმა მთლიანად გაანადგურა ურთიერთობები 2024 წლის დეკემბერში, როდესაც აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო და შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ჰეი, სულ მცირე, რუსეთს მაინც შეეძლო სომხეთის მხარდაჭერა, როცა ის აზერბაიჯანთან საკუთარ ბრძოლებში იყო ჩართული. გარდა იმისა, რომ ეს ახლა უკვე აღარ არის ასე, 8 ივნის ეს ოფიციალურად გამოცხადდა. სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელახალი არჩევნები მოიგო, დაამარცხა პუტინის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები და დაძლია რუსეთის ზეწოლის კამპანია, რომელიც სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის მუქარასაც მოიცავდა. ერთ მომენტში პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს ნათლად მიანიშნა, რომ გაზი, რომელსაც რუსეთი აწვდის სომხეთს, მიეტოდება $167.50, ანუ $167.50 1000 კუბურ მეტრზე, მაშინ როცა ევროპულ ბაზარზე ფასი $600 არის. ეს საფრთხის ქვეშ არ მოჩნდებოდა, თუ ნიკოლ ფაშინიანი გააგრძელებდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფას. ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. აზერბაიჯანი ზურგს აქცევს, ხოლო სომხეთი აგრძელებს დასავლეთისკენ სვლას, რომელიც წლების განმავლობაში ნელ-ნელა მიმდინარეობს. კავკასიაში მასშტაბური გადალაგება მოხდა. მხოლოდ 2020 წელს ითამაშა რუსეთმა მშვიდობის ყოფილის როლი, რათა დაესრულებინა 44 დღიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის კონტროლის გამო. ეხლა დაახლოებით 6 წლის შემდეგ და უკრაინაში კატასტროფული კამპანიის შემდეგ პუტინმა ორივე ამ ქვეყანაში გავლენა დაკარგა იმდენად, რომ არც ერთს აღარ სურს რაიმე საერთო კონდეს რუსეთთან. აი რას გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ პუტინი რუსეთს ამცირებს? ყოველ დღე, როცა პუტინი აგრძელებს ომს უკრაინაში, ის რუსეთს უფრო და უფრო ახლოებს გეოპოლიტიკურ უმნიშვნელობასთან. და ამის დასამტკიცებლად ბევრად მეტი მაგალითია, ვიდრე მხოლოდ უკრაინის აღმავლობა და ის პრობლემები, რაც რუსეთს კავკასიაში აქვს. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, ეს არის მილიტარი შოუ და ჩვენ გვქნით ვიდეოებს, რომ გაჩვენოთ, როგორ მოძრაობს რეალურად ძალა. თუ ჯერ არ გაგიწევიათ გამოწერა, დააჭირეთ რილაქს და დაბრუნდით ვიდეოს ყურებაზე. რუსეთის როგორც რეგიონული ძალის დასუსტება ყველაზე თვალსაჩინოდ კავკასიაში ჩანს, მაგრამ ამას მთელ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ვხედავთ. მოლდოვას, საქართველოსა და ყაზახეთს ძალიან ნათლად შეახსენეს, რამდენად საშიშია რუსეთის მეზობლად ყოფნა, როცა პუტინის მსგავსი საკუთარ მემკვიდრეობაზე შეპყრობილი გიჟი დაუკავებლად მოქმედებს, ამბობს ესტონეთის საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ცენტრი. მოლდოვა აქტიურად ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც უკრაინა და სომხეთი, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უბიძგა პუტინის ომმა იმ ქვეყნებს, რომელთაც რუსეთი ადრე გავლენას ახდენდა, უფრო მეტად დასავლეთისკენ. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად ტაჯიკეთმა იხილეს, როგორ გაიყვანა რუსეთმა იარაღი და ჯარები, რათა ისინი უკრაინაში გამოეყენებინა. ასეთი გზავნილი უყურადღებოდ არ რჩება. რუსეთი ამ ომში ძალაუფლების ცენტრად ითვლება. თუ ის სხვა ქვეყნებისთვის დაპირებულ დაცვას იღებს უკან, მაშინ რას ამბობს ეს ქვეყანაზე და იმაზე, რადაც პუტინმა ის აქცია. ტაჯიკეთისა და ყაზახეთის მსგავსი ქვეყნების გაბრაზებაც პრობლემაა პუტინისთვის, რადგან ორივე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. თუ ქვეყნები ამ კავშირს დატოვებენ, კვლავ ხედავთ, რომ რუსეთის ძალაუფლების ბაზა მცირდება. ეს ზუსტად საპირისპიროა იმისა, რასაც პუტინი წარმოიდგენდა, როცა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. თუ დიდი რუსეთის ოცნება ამ ყველაფრით დაიმსხვრა, მისი ნამსხვრევები შეიკრიბა და კოშმარად იქცა, როცა საქმე გლობალურ გეოპოლიტიკურ მასშტაბზე რუსეთს ეხება. ცოტა ხნის წინ დაცვაზე ვახსენეთ. სირია, ვენესუელა და ირანი ასევე უნდა სარგებლობდნენ რუსული იარაღით და პუტინის დაპირებით, რომ რუსეთი იმუშავებდა მათი ეროვნული ინტერესების დასაცავად. რა აქვთ საერთო ამ სამ ქვეყანას? მათი ლიდერები მოკლეს ან გადააყენეს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და რუსეთმა თითიც არ გაანძრია, რომ რომელიმე მათგანი გადაეხრჩინა. ეს იმის ბრალია, რომ რუსეთს ან სურვილი არ ჰქონდა, ან ძალა აღარ აქვს წლების სასტიკი ბრძოლის შემდეგ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. თავარი მესიჯი მაინც ისაა, რომ რუსეთი ვერ იცავს მათ, ვისაც დახმარება სპირდება. რუსეთის გლობალური პრესტიჟი ისეთ დაბალ ნიშნულზეა, როგორც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ ყოფილა და ეს აშკარად ამცირებს რუსეთს.
თუმცა აქ პუტინის პრობლემა მხოლოდ გეოპოლიტიკური გავლენის შემცირება არ არის. ზოგი მხრივ ის აქტიურად კარგავს კონტროლს რუსეთის იმ ნაწილებზე, რომლებიც მას ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ვიდრე ომს დაიწყებდა ეკონტროლებოდა. განსაკუთრებით რუსეთის შორეული აღმოსავლეთი იქცევა პრობლემად. რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქი რუსეთის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ასევე ის რეგიონია, რომელზეც რუსეთის ერთ-ერთი სავარაუდო მოკავშირე ჩინეთი თulis რომ გარკვეული პრეტენზია აქვს. ეხლა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩინეთი რუსეთში შეჭრას აპირებს, თუმცა ახლა ამ ორ ქვეყანას შორის აშკარა ძალთა დისბალანსია, რაც პუტინსაც გააღიზიანებს. ჩინეთი უფრო ჭკვიანურად იქცევა. პუტინის შეჭრის შემდეგ მან დაიწყო თავისი გავლენის ზრდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. როდესაც ევროპული ქვეყნების შეჭრის გასაპროტესტებლად რუსეთი დატოვეს, ჩინეთმა მათი ადგილი დაიკავა და ჩაანაცვლა ისინი. ამით რუსეთი უფრო მეტად დამოკიდებული გახდა ჩინეთზე და გზა გაუხსნა ჩინელი მიგრანტი მუშების ნაკადს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ჩინეთს ახლა სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები და მოწინავე სპეციალური ეკონომიკური ზონები აქვს სიბირეში, ხოლო იუანი ჩაანაცვლა რუსული რუბლი ყველა იმ საქმიანობაში, რომელსაც ჩინური კომპანიები სიბირეში ახორციელებენ. კლავაც ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის მხრიდან რაიმე მასშტაბურ ტერიტორიულ ანექსიამდე მივიდეს. მაგრამ პეკინს არაფრის მსგავსი გაკეთება არ სჭირდება. მისთვის საკმარისია პუტინის მზარდი სასოწარკვეთილებით ისარგებლოს და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში თავისი გავლენა გააძლიეროს. კლავაც ეს პუტინის უკრაინაში მარცხის შედეგია. რადგან მისი ყურადღება კლავაც სამდრიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზეა გადატანილი, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება. პუტინს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩინეთს მისცეს უფლება გააკეთოს რაც უნდა, რადგან იცის, რომ რუსეთის გადარჩენა ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი. საბოლოოდ ჩინეთი რუსეთის ნედლი ნავთობის დაახლოებით 50%-ს ყიდულობს. თუ ეს ფული გაქრება, მაშინ ყველაფერი რისთვისაც პუტინი იბრძვის, დროდ იქცევა. ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, რომელშიც ახლა პუტინი აღმოჩნდა. მისი მცდელობა დაებრუნებინა რუსეთს ის სტატუსი, რაც საბჭოთა კავშირის აყვავების პერიოდში ჰქონდა, საბოლოოდ მხოლოდ იმით დასრულდა, რომ რუსეთი უფრო პატარა გახდა, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ისე გეოპოლიტიკურად. როდესაც საბჭოთა კავშირი აყვავების პიკზე იყო, რუსეთი საკუთარ ტერიტორიასთან ერთად კიდევ 14 რესპუბლიკას აკონტროლებდა. შეადარეთ ეს იმას, რაც ვლადიმერ პუტინმა შეძლო მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრა დაიწყო. უკრაინა თავად, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის პურის ბეღელი იყო, დაუმორჩილებელი დარჩა და ახლა უფრო ძლიერი გეოპოლიტიკური ძალაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. კავკასიის ქვეყნები ზურგს აქცევენ რუსეთს, რაც რუსეთის გავლენის დაკარგვით მას უფრო მცირეს სახელმწიფოდ აქცევს. მსგავს დაძაბულობას ვხედავთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და პუტინი ვეღარც კი იცავს რუსეთის ტერიტორიას შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთის მზარდი გავლენისგან, რომელსაც რუსეთი იძულებულია დაუშვას, თუ სურს უკრაინაში ვითარების შეცვლის რაიმე შანსი ჰქონდეს. და კიდევ ერთი გზა, რომლითაც პუტინის ოცნების უკრაინულ მიწაზე დამარცხებამ რუსეთი კიდევ უფრო დააპატარავა. ეს რუსეთის ხალხს ყველაფერს უნგრევს. არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაუარესდა საშუალო რუსის ცხოვრება უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, იმდენი რომ დათვლაც კი შეუძლებელია. რუსეთი პენსიებით манипуლირებს ახალი სისტემის შექმნით, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება აღარ იქნება. კრემლი ამბობს, რომ ამას ანაზღაურებს ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათების შეთავაზებით, რათა ისინი ჩაერთონ ამ ახალ სქემაში. რაც შეიძლება იმუშავებდა, რომ არა პუტინის მიერ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელმაც მხოლოდ 2026 წლის პირველ 3 თვეში რუსეთის 200.000 მცირე და საშუალო ბიზნესი გააკოტრა, არსებობს ალბათობა, რომ პუტინმა პენსიებიც კი შეამციროს, რათა გააგრძელოს თავისი წარუმატებელი ომის დაფინანსება. რაც შეეხება დაფინანსების მოძიებას, რუსეთის საზოგადოებრივ და სოციალურ სერვისებს ყველაზე მეტად დაატყდა პუტინის სასოწარკვეთილი ფულის ძიების ტვირთი. ქაოსის მაგალითებია აპრილის განცხადება, რომ მოსკოვი 2026 წელს გეგმავს საჯარო სექტორიდან 105,000-ზე მეტი თანამშრომლის შემცირებას, რაც მოჰყვება 2025 წელს, როდესაც რუსეთმა იგივე სექტორიდან 32,000 თანამშრომელი გაათავისუფლა. ეს ყველაფერი ისევ იმისთვის კეთდება, რომ ფული უკრაინაში მიმდინარე ომში ჩადონ. და არ იქნება გასაკვირი, თუ ამ გათავისუფლებულ თანამშრომელთაგან ბევრი სასოწარკვეთილებაში უკრაინის ფრონტზე აღმოჩნდება. სხვა მაგალითებია, 24 ივნისის გამჟღავნება, რომ რუსეთი 2026 წელს გეგმავს ფედერალური გზების მოვლის ბიუჯეტის 142 მილიონ დოლარზე მეტით შემცირებას, რასაც მოჰყვება თითქმის 260 მილიონი დოლარის შემცირება მომდევნო წელს. ეს ის სიტუაცია, რომელიც პუტინმა თავის ხალხს შეუქმნა. თითოეული თეთრი უნდა დაიზოგოს უკრაინაში წარუმატებელი ომის დასაფინანსებლად და სწორედ ხალხია, ვინც ამ ყველაფრის ფასს იხდის. ეს არის 2000 კილომეტრი ავტობანი, რომლის აშენება ან მოდერნიზებაც იგეგმებოდა, მაგრამ ახლა აღარ განხორციელდება და ეს ყველაფერი უკრაინის გამო. რუსეთის მოსახლეობამ სხვა მხრივაც იხილა, როგორ დაეცა მათი ცხოვრების ხარისხი. ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა უკონტროლო ინფლაციის ფონზე. United 24 მედიამ 29 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ რუსების 81% ამცირებს საკვების ბიუჯეტს. კერძოდ 34% ზოგავს საკვებზე, ხოლო 47% აქტიურად ამცირებს საკვების შეძენასა და ხარჯებს, რათა ანაზვაუროს რეალური შემოსავლების სტაგნაცია და მაღაზიებში ფასების ზრდა. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი უკრაინამ გაუკეთა რუსეთს.
სწორედ უკრაინა ქმნის საწვავის კრიზისს და იმპორტირებული საქონლის დეფიციტს, რაც მიწოდებისა და მოთხოვნის პრობლემას იწვევს და რუსეთის მოსახლეობას აზიანებს. ამჟამად Trading Economics-ის მონაცემებით რუსეთში ინფლაცია 5.3%-ს შეადგენს. ქვეყნის საბაზო საპროცენტო განაკვეთი 14.25%-ს შეადგენს. არც ერთი ეს მაჩვენებელი არ არის კარგი, თუმცა 2% უკეთესია, ვიდრე 2026 წლის დასაწყისში ვნახეთ. თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი სულ მცირე, ისეთი არ არის, როგორიც ჩანს. Euronews-ი უწევდა, რომ შვედეთის დაზვერვა ამტკიცებს, რომ რუსეთი ალბებს ეკონომიკურ მონაცემებს, რათა დამალოს ის გავლენა, რაც ვლადიმერ პუტინის ომმა მოახდინა ეკონომიკაზე. შვედეთის თქმით, ინფლაცია 5%-ის ფარგლებში არ მერტეობს. ის უფრო 15%-ს უახლოვდება, რაც პრაქტიკულად რუსეთის საპროცენტო განაკვეთის ტოლფასია. რუსებს აღარ შეუძლიათ იყიდონ ის, რასაც ადრე ტიდუობდნენ და ვეღარც სესხების პროცენტების გადახდა შეუძლიათ, რაც შეიძლება დაეხმარებოდათ. ეს პუტინის შექმნილია. მისი სასოწარკვეთილი მცდელობა თავი დიდ რუს ლიდერებს შორის დაემკვიდრებინა, რუსეთი უფრო მცირე გახადა. და ახლა პუტინს სხვა გზა აღარ აქვს. ის იმედს ამყარებს რუსული არმიის შესაძლებლობებზე, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ სრულიად უუნაროა უკრაინის დამარცხებაში. რუსეთის ლიდერისთვის ომიდან, რომელიც თავად დაიწყო, გამოშლის ერთადერთი გზა არის, როგორმე მოახერხოს დონბასის რეგიონის დაპყრობა წლის ბოლომდე. აი ამაზე დებს ფსონს პუტინი. კამპანიაზე, სადაც რუსეთი ჯერჯერობით დაუმარცხებელ ციხესიმაგრეების ხაზს ეჯახება და მაინც იმედოვნებს, რომ მომდევნო 6 თვეში გამარჯვებას მიაღწევს. მინიმუმ მაშინ პუტინი შეძლებდა თავისებურ გამარჯვებად გამოაცხადოს ეს. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რეგიონი რუსეთის კონტროლქვეშ იქნებოდა და მას შეეძლებოდა მოლაპარაკება ძალაუფლების პოზიციიდან. და თქმა უნდა, უკრაინის დანარჩენი ნაწილი არ დაეცემოდა, მაგრამ მაინც რუსეთს რაღაც ეკნებოდა. ეს ფსონი არ გაამართლებს. და როცა ყველაფერი დაინგრევა, რადგან უკრაინა დაიცავს დონბასს 2027 წელსაც და მის შემდეგაც, ის მცირე ოპტიმიზმიც კი, რომ რუსეთში შეიძლება რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს, საბოლოოდ გაქრება. პუტინმა დაიწყო ეს ომი თავისი მემკვიდრეობის დასაცავად. მან ეს ნამდვილად მოახერხა. ხოლო ის აღარ შევა ისტორიაში როგორც დიდი ლიდერი, რომელმაც რუსეთი უფრო დიდი და ძლიერი გახადა. პუტინი შევა ისტორიაში როგორც ადამიანი, რომელმაც დაიწყო ომი ერის წინააღმდეგ, რომელიც ვერ დაასრულა. ის იქნება ადამიანი, რომელმაც გააკოტრა რუსეთი, თავისი ხალხის ცხოვრების დონე 10 წლეულებით უკან დააბრუნა, დაკარგა როგორც რეგიონული, ასევე გლობალური გავლენა და შესაძლოა, რუსეთის შორეული აღმოსავლეთიც კი დათმო მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინა დაებრუნოს. პუტინის ოცნება მკვდარია და სანამ მისი სხეულიც არ გახვება ამას, რუსეთს აღდგენის არანაირი შანსი არ ექნება. და ასევე არსებობს ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი აქტიურად დაკარგავს იმ ტერიტორიებს უკრაინაში, რომლებიც 2014 წლიდან აქვს დაკავებული. ოკუპირებული ყირიმი საფრთხეშია. როდესაც გერმანიის მთავრობამ 2022 წლის აპრილში უკრაინისთვის დაახლოებით 50 ერთეული ფლაგპანცერ გეპარდის მიწოდება დაამტკიცა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რამდენად მნიშვნელოვანი გახდებოდა ეს ტანკები ქვეყნის ბრძოლაში რუსეთთან. საბოლოოდ გერმანიამ უკვე 10 წლეულზე მეტი ხნის წინ ჩამოწერა და ეტაპობრივად გამოიყვანა ექსპლუატაციიდან გეპარდი. ის 1960-იან წლებში შეიქმნა, 1970-იან წლებში შევიდა შეიარაღებაში და საბოლოოდ 2010 წელს ჩანასულა. ბერლინის თვალსაზრისით ეს იყო ძველი და მოძველებული რესურსი, რომელსაც მხოლოდ შეზღუდული ღირებულება ჰქონდა დარჩენილი. შემდეგ უკრაინამ ის ჩაიგდო ხელში და მოახერხა ამ 10 წლეულების წინ შექმნილი ტანკის ნამდვილ მონსტრად გადაქცევა. ამ შესანიშნავი გარდატეხის გასაგებად მნიშვნელოვანია ჯერ გავიგოთ, რა არის გეპარდი და რა შეუძლია მას. ფლაგპანცერ გეპარდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჩიტა, არის ყველა ამინდისთვის განკუთვნილი თვითმავალი საზენიტო ქვემეხი, ანუ SPAG ტანკი. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებით ტიპური საბრძოლო ტანკებისგან, რომლებიც შექმნილია ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებებისთვის და პირდაპირ შეტაკებებისთვის, სხვა ტანკებთან და ჯავშან ტექნიკასთან, გეპარდი სპეციალურად შექმნილია მტრის საჰაერო მიზნებთან, მათ შორის დაბალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავებთან და ვერტმფრენებთან საბრძოლველად. გეპარდის იდეა გაჩნდა 1960-იან წლებში, როდესაც დასავლეთ გერმანიის არმიამ, ანუ ბუნდესვერმა, გააცნობიერა, რომ არსებული საზენიტო სისტემები, როგორიცაა შეერთებული შტატების M-52 დასტერი, ნელ-ნელა მოძველდებოდა. დასარტყამი თვითმფრინავები უფრო სწრაფი და მანევრული ხდებოდნენ, ხოლო საბრძოლო ვერტმფრენები სულ უფრო მნიშვნელოვან საფრთხედ იქცეოდნენ. ნატოს სჭირდებოდა სისტემები, რომლებიც უფრო მობილური, ზუსტი და უნარიანი იქნებოდა, რომ კებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში მიიღოთ მონაწილეობა და მტრის ავიაციას დაპირისპირებოდნენ, მიუხედავად რელიეფისა თუ ამინდის პირობებისა. შედეგად, ორი განვითარების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ევროპული კონტრაქტორებისგან შედგებოდა, მათ შორის Rheinmetall, AEG, Krauss-Maffei და Ellerkon, მუშაობას შეუდგა დასტერის შემცვლელის შექმნაზე. სხვადასხვა პროტოტიპი შეიქმნა და გამოიცადა, სანამ ბუნდესვერმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. გამოჯებული დიზაინი დაფუძნებული იყო Leopard 1-ის საბრძოლო ტანკის შასაშასიზე. მაგრამ სტანდარტული Leopard 1-ისთვის დამახასიათებელი 105 მმ-იანი L7A3L 52 თოფის ნაცვლად, გეპარდი აღჭურვილი იყო 2 35 მმ-იანი Ellerkon KDA ავტომატური ქვემეხით, რომელსაც წუთში 550 ვაზნის სროლა შეუძლია.
გეპარდის შიგნით ასევე იყო კომპიუტერიზებული ცეცხლის მართვის სისტემა, რომელსაც დამოუკიდებლად მიზნის აღმოჩენა და განადგურება შეუძლია. ასევე აღჭურვილი იყო როგორც საძიებო, ისე სამიზნე რადარით. მასობრივი წარმოება დაიწყო 1970-იანი წლების შუა პერიოდში და შემდეგ ასობით გეპარდი აშენდა. მათ შორის სტანდარტული გერმანული გეპარდი და ჰოლანდიური CA-1, რომელიც განსხვავებული რადარის სისტემით იყო აღჭურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტანკების დიდი ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში ბუნდესვერში და ჰოლანდიის არმიაში მსახურობდა, ასობით სხვა გეპარდი გაიგზავნა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის ბელგიაში, ჩილეში და რუმინეთში. ცივი ომის პერიოდში, რისთვისაც ფაქტობრივად შეიქმნა ეს სისტემა, გეპარდები ფართოდ აღიარეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა მსოფლიოში და ადვილი გასაგებია რატომ. მანამდე არსებულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებთან შედარებით მრავალი უპირატესობა ჰქონდა. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი მობილურობა. განსხვავებით ბუქსირებული საჰაერო თავდაცვის ქვემეხებისგან, რომლებიც სხვა მანქანებით უნდა გადაეტანათ ერთი ადგილიდან მეორეში, გეპარდს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი ჰქონდა. ლეოპარდ 1-ის ბაზაზე აგებული და 10 ცილინდრიანი MTU მრავალსაწვავიანი ძრავით აღჭურვილი, მას შეეძლო მიეღწია შედარებით მაღალი გზის სიჩქარეებისთვის, 40 მილი/საათში, ანუ 65 კმ/საათში. ასევე ჰქონდა მოქმედების რადიუსი, დაახლოებით 340 მილი, ანუ 550 კმ. ეს ნიშნავდა, რომ მას შეეძლო სხვა ტანკებთან და ჯავშან ტექნიკასთან ერთად მოძრაობა და თუნდაც რთულ რელიეფზე ან გრუნტზე გადაადგილებისას, ეს არ იყო ისეთი სისტემა, რომელიც ადვილად ჩაეფლობოდა ტალახში. მას შეეძლო წასულიყო იქ, სადაც დანარჩენი ძალა მიდიოდა, ჩამორჩენის ან განსაკუთრებული მოვლისა და დახმარების საჭიროების გარეშე. გარდა ამისა, გეპარდს ჰქონდა უპირატესობა, რომ იყო თვითგმარი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს იმ დროისთვის უნიკალური იყო, რადგან ბევრი არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემა შედგებოდა ცალკეული ნაწილებისგან, რადარის მანქანებისგან, სარდლობის პუნქტებისგან და ასე შემდეგ. გეპარდს ყველაფერი ერთიანად ჰქონდა: საძიებო რადარი, სამიზნე რადარი, ქვემეხები, საბრძოლო მასალა და ცეცხლის მართვის სისტემა. მის ეკიპაჟს შეეძლო სამიზნეების აღმოჩენა, იდენტიფიცირება, თვალთვალი და ცეცხლის გახსნა მაშინვე, როცა საჭირო იყო, სხვა ჯგუფებთან კოორდინაციის ან დამატებით რესურსებზე დაყრდნობის გარეშე. გეპარდი ასევე გამოირჩეოდა საოცარი რეაგირების სისწრაფით. მას შეეძლო სამიზნეზე დაფიქსირება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში. და როდესაც საქმე გაქვს დაბალ სიმაღლეზე მფრენ, სწრაფად მოძრავ დარტყმით ავიაციას ან შეტევით ვერტმფრენებს, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან ჰორიზონტზე, ასეთი სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სიმძლავრესა და შესაძლებლობებს, გეპარდი ბევრ თავის თანამედროვე მანქანას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მას ჰქონდა არა ერთი, არამედ ორი იმ ეპოქის საუკეთესო საზენიტო ქვემეხი, რაც საშუალებას აძლევდა 1 წუთში გასროლოდა გასაოცარი 1100 ვაზნა. გამორჩეული სიზუსტითა და რამდენიმე კილომეტრის ეფექტური მანძილით, ამ ქვემეხებს შეეძლოთ ცაში ნამდვილი ჭურვების კედელი გაეშვათ, რაც ცას სასიკვდილო ხაფანგად აქცევდა ნებისმიერი საბჭოთა მფრინავისთვის, რომელიც ძალიან ახლოს გაბედავდა მოსვლას. ეს ასევე ნიშნავდა, რომ ბევრი იმდროინდელი საბჭოთა საზენიტო თავდაცვის საწინააღმდეგო ზომა, როგორიც იყო ფლარები, რადარის ჩამხშობები, ელექტრონული ომის სისტემები, დიდ საფრთხეს გეპარდისთვის არ წარმოადგენდა. ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა, იყო ათეულობით ვაზნის გაშვება სამიზნის მიმართულებით და საშუალოზე მეტი შანსი ექნებოდა მისი ჩამოგდების. ის ბევრმხრივ იყო თავისი დროის იდეალური იარაღი, საუკეთესო პასუხი საბჭოთა დათქმითი თვითმფრინავებისთვის, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ბომბდამშენებისთვის და შეტევითი ვერტმფრენერტფრენებისთვის, როგორიცაა Mi-24. მაგრამ გეპარდის დრო საბოლოოდ როგორც ჩანს დასრულდა. 1990-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში სტრატეგიული გარემო უკვე აღარ იყო იგივე. ცივი ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირი დაიშალა და ის ტიპის საფრთხეები, რომელთაც წინააღმდეგაც გეპარდი იყო შექმნილი, თითქოს გაქ. ცენტრალურ ევროპაში მასშტაბური ტანკური ბრძოლებისა და დაბომბვების იდეა უკვე აღარ ჩანდა ძალიან მოსალოდნელი. და მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ძალები უფრო მეტად კონცენტრირდნენ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების განვითარებაზე. შექმნეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ბევრად მეტი სიშორე ჰქონდათ ვიდრე ტრადიციული იარაღებს, როგორიცაა გეპარდი. მოულოდნელად, ეს ოდესღაც მსოფლიო დონის სისტემა ძველმოდურად გამოიყურებოდა. როდესაც მომავალს უყურებდნენ, სამხედრო სტრატეგებმა წარმოიდგინეს, რომ მომავალ კონფლიქტებში გადამწყვეტ როლს ზებგერითი სარაკეტო სისტემები და მილიარდდოლარიანი დამთხმელი თვითმფრინავები ითამაშებდნენ. ისინი ვერ ხედავდნენ ასეთ საბრძოლო ველზე ადგილს ქვემეხისთვის, რომელიც თითქმის 50 ტონას იწონიდა. საჭიროებდა საკუთარ გაწვრთნილ ეკიპაჟსა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას და ასევე საჭიროებდა საკმაოდ ძვირადღირებულ და ფართო ტექნიკურ მომსახურებას მისი მექანიკური სირთულის გამო. ბერლინს აღარ შეეძლო გაემართლებინა ამ საზენიტო ქვემეხების შედარებით დიდი პარკის შენარჩუნება და მოვლა, რადგან აღარ ელოდა, რომ ოდესმე რეალურად დასჭირდებოდა მათი გამოყენება. ამას ემატებოდა ის ფაქტი, რომ 90-იანებსა და 2000-იან წლებში ბუნდესვერი თითქმის მთლიანად კონცენტრირებული იყო საზღვარგარეთიან მისიებზე. მისი ძალები ისეთ ადგილებში მიდიოდნენ, როგორიცაა ავღანეთი, რათა დახმარებოდნენ ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლასა და მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციებს. ასეთ გარემოში მტრის თვითმფრინავებისა და საბრძოლო ვერტმფრენების დიდი რაოდენობა საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამიტომ გეპარდი სულ უფრო უსარგებლო ჩანდა. შედეგად საბოლოოდ ის მოხდა, რაც გარდაუვალი იყო.
2010 წელს გეპარდი ოფიციალურად ამოიღეს გერმანიის შეიარაღებული ძალებიდან. ის შეცვალა სრულიად განსხვავებულმა სისტემამ, ვეზელ 2-ის მსუბუქმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელიც ოდნავ უფრო სწრაფი, მნიშვნელოვნად მსუბუქი და უფრო კომპაქტური იყო, რაც მის ტრანსპორტირებასა და განთავსებას ბევრად ამარტივებდა, იქ სადაც საჭირო იყო. ასე რომ ბევრი ძველი გეპარდი მტვერს იკიდებდა და როგორც ჩანდა, ან ჯართად უნდა ექციათ, ან გაეტანათ იმ ქვეყნებში, რომელთაც შედარებით მცირე სამხედრო ბიუჯეტი ჰქონდათ და არ ერიდებოდათ ინვესტიციას იმ ტექნიკაში, რომელიც დასავლეთ ევროპის სტანდარტებით მოძველებულად ითვლებოდა. შემდეგ წლებში გერმანიასაც კი ჰქონდა დაგეგმილი ამ სისტემების ნაწილი, ბრაზილიასა და კატარში გაეგზავნა, რათა უსაფრთხოების ზომის ზომებად გამოეყენებინათ ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი. შემდეგ კი უკრაინაში ომი დაიწყო. თავდაპირველად გერმანია გააკრიტიკეს კიევის ძალებისადმი მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. როდესაც ბერლინმა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინისთვის მხოლოდ რამდენიმე 1000 ჩაფხუტის გაგზავნა შესთავაზა, რაც ცუდად დაამახსოვრდათ ყველას. თუმცა მალევე გერმანიის მთავრობამ ბევრად უფრო სერიოზულად დაიწყო იმის განხილვა, თუ როგორ შეეძლო უკრაინის არმიისთვის დახმარება საკუთარი ქვეყნის დასაცავად. და 2022 წლის 26 აპრილს გამოცადდა, რომ ათეულობით გეპარდი გაგზავნიდნენ კიევში გერმანული მწარმოებლის კრაუს მაფეი ვეგმანის მარაგებიდან. მას შემდეგ გერმანიამ უკრაინას სულ მცირე 55 ასეთი საზენიტო ქვემეხი მიაწოდა, რომლებიც ახლა ქვეყნის მთელ არსენალში საუკეთესო დრონების გამანადგურებლად ითვლება. როგორ გახდა ის, რაც მოძველებულად ითვლებოდა, მოულოდნელად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი 21 საუკუნის ყველაზე მასშტაბურ და გამანადგურებელ ომში. მაგრამ სანამ ამ კითხვას უპასუხებთ, თქვენ უყურებთ The Military Shows და თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. მიზეზი, რის გამოც გეპარდი ასე ეფექტური აღმოჩნდა უკრაინის ბრძოლის ველებზე, ერთ მარტივ და უეჭველ ჭეშმარიტებამდე დაიყვანება. პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა. როდესაც გერმანიის სამხედრო სტრატეგები ომის მომავალს წარმოიდგენდნენ, მათ ხედავდნენ სამყაროს, სადაც კონფლიქტები წყლებოდა ელვისებურად სწრაფი რაკეტებითა და დარტყმის თვითმფრინავებით, რომლებიც აღჭურვილი იყო ოდესმე შექმნილი ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებით. მათ დრონებზე არ უფიქრიათ. მათ ვერ გააცნობიერეს, თუ რა დიდ გავლენას მოახდენდნენ უპილოტო საფრენი აპარატები. შემდეგ დაიწყო უკრაინის ომი და მსოფლიომ დაიწყო იმის ხილვა, თუ რამდენად დამანგრეველი და გამანადგურებელი შეიძლება იყოს დრონები, როდესაც რუსეთმა უზარმაზარი რაოდენობით გაუშვა ისინი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე. რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდნენ დრონები. კრემლმა სერიოზული ინვესტიცია ჩადო ამ ტექნოლოგიაში, შექმნა ახალი დრონების საწარმოები და გაზარდა თავდასხმების მასშტაბი და ინტენსივობა. უკრაინა იზოლებული გახდა ეპოვა თავდაცვის გზები ამ დარტყმების წინააღმდეგ და გეპარდი ყველაზე ეფექტურ ვარიანტად აღმოჩნდა. სისტემის უკრაინაში ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში კიევის ჯარისკაცები მას აქებდნენ და აღწერდნენ, რამდენად ეფექტური იყო ის რუსული შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხსენებები არჩენებს, რომ ცალკეული გეპარდის ქვემეხები ერთდროულად ათეულობით დრონს ანადგურებდნენ. ზოგიერთმა კი რუსული ფრთოსანი რაკეტებიც კი ჩამოაგდო. წლების განმავლობაში გეპარდის რეპუტაცია გაიზარდა და მაშინაც კი, როცა უკრაინამ უფრო ფართო საჰაერო თავდაცვის საშუალებები შეიძინა და განავითარა, შექმნა რა ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალშრიანი თავდაცვის სისტემა დედამიწაზე. გეპარდი მაინც რჩებოდა ამ პაზლის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად. და უკრაინის დამცველებს გეპარდის ეფექტურად გამოყენებისთვის მისი მოდიფიცირება არ დასჭირდათ. მათ არ დასჭირდათ ამ თითქოს მოძველებული სისტემისთვის ახალი დანამატების ან უმაღლესი ტექნოლოგიების დამატება, რომ ის თანამედროვე სტანდარტებამდე მიიყვანათ. მათ უბრალოდ გამოიყენეს ის ზუსტად ისე, როგორც იყო განკუთვნილი და შედეგიც შესანიშნავი იყო. და მისი წარმატების 4 მთავარი მიზეზი არსებობს. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ღირებულება. დასავლეთის ყველაზე თანამედროვე და დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემები წარმოუდგენლად ძვირია. ისინი არა მხოლოდ შეძენისას ღირს ძვირი, არამედ გამოყენებისასაც, რადგან მათი უმეტესობა უშვებს გადამჭრელ რაკეტებს, რომელთა ღირებულება შეიძლება იყოს 100-ით 1000, ან თუნდაც რამდენიმე მილიონი დოლარი თითოეულზე. მაგალითად, ამერიკული პატრიოტის სისტემაში გამოყენებული PAC 3 ტიპის რაკეტები თითოეული დაახლოებით 4 მილიონი დოლარი ღირს. ამგვარი ფასი შეიძლება გამართლებული იყოს, თუ PAC 3 ტიპის რაკეტას ესვრით სხვა მსგავსი ღირებულების რაკეტას. ჰაერში ააფეთქებთ და ამ პროცესში ათეულობით სიცოცხლეს გადაარჩენთ. თუმცა, როდესაც საქმე გაქვთ დრონებთან, რომელთა აშენება 10,000-ობით დოლარი ღირს და რომლებიც შეიძლება ასეულობით ერთეულად გაერთიანებულ ჯგუფებად გამოგზავნონ, ფინანსური გათვლა უკვე აზრს კარგავს. აი რატო, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის ქსელები ვერ იქნება მთლიანად შედგენილი ისეთი სისტემებისგან, როგორიცაა პატრიოტის რაკეტების ბატარეები და მსგავსი რთული სისტემები, რომლებიც ძვირად ღირებულ გადამჭრელ რაკეტებს იყენებენ. ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს დრონებისგან თავისი საჰაერო სივრცის დაცვა, სჭირდება ალტერნატივები, რომლებიც მნიშვნელოვნად იაფია გამოსაყენებლად. და გეპარდი ამ მოთხოვნას იდეალურად აკმაყოფილებს. მისი 25 მმ-იანი ჭურვები თითოეულზე მხოლოდ ასეულობით ევრო ღირს, როგორც ვარაუდობენ. ეს გიგანტური განსხვავებაა ჩამონგდები რაკეტების მრავალმილიონიან ფასებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავდაჯერებულად ისროლოს ასეულობით და ათასობით ასეთი ჭურვი ჰაერში, რათა მოიგერიოს რუსეთის დროს დრონების მასები და ამ პროცესში არ ინერვიულოს დაუძლეველი ხარჯების დაგროვებაზე.
და ეს მიგვიყვანს გეპარდის მეორე დიდ უპირატესობასთან, ხელმისაწვდომობასთან. ეს მოიცავს როგორც თავად სისტემების, ასევე მათ მიერ გამოყენებული ამუნიციის ხელმისაწვდომობას. გერმანიას ომის დაწყებისას ათეულობით ასეთი სისტემა ჰქონდა ხელმისაწვდომი. ამიტომ მას თითქმის არანაირი პრობლემა არ ჰქონია მათი მოძიებისა და უკრაინისთვის სწრაფად გაგზავნის მხრივ. ამუნიცია ცოტა უფრო რთული საკითხი იყო, რადგან შვეიცარიის ნეიტრალურმა სახელმწიფომ გერმანიას აუგზალა კიევისთვის შვეიცარიული წარმოების ჭურვების მარაგების გაგზავნა და ასევე შეზღუდა სხვა სამხედრო გადაცემებიც უკრაინისთვის, რის გამოც ბერლინი იძულებული გახდა ალტერნატიული ვარიანტები მოეძებნა. საბედნიეროდ 2022 წლის დეკემბერში გერმანიის უმსხვილესმა თავდაცვის კომპანიამ Rheinmetall-მა გადაწყვიტა სრულიად ახალი ქახნის გახსნა, რათა შვეიცარიის აკრძალვა გვერდი აევლო. ახალი ჭურვების წარმოება 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მას შემდეგ ასობით ათასი ვაზნა მიეწოდა უკრაინას. ეს მკვეთრად განსხვავდება სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და იარაღის სხვა სისტემებისგან, რომლებიც უკრაინას მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა გაუგზავნეს. ბევრ შემთხვევაში ეს სისტემები მხოლოდ მცირე რაოდენობით მიეწოდათ, ან შეზღუდული რაოდენობის საბრძოლო მასალით, რადგან უბრალოდ საკმარისი მარაგი არ არსებობდა. მაგალითად, პეტრიოტის სისტემაში გამოყენებული რაკეტები იმდენად ძვირადღირებული და მთელ მსოფლიოში მოთხოვნადია, რომ უკრაინამ მხოლოდ შედარებით მცირე რაოდენობის მიღება და გამოყენება შეძლო. მსგავსი სიტუაცია სხვა სისტემებთანაც, რომელთა დიდი ნაწილი კიევში გაიგზავნა, მაგრამ მას შემდეგ მტვერს იკიდებს, რადგან მათთვის საჭირო საბრძოლო მასალა უბრალოდ საკმარისი რაოდენობით არ არსებობს. ქვეყანამ ამ საბრძოლო მასალის დეფიციტის კრიზისის შედეგები იწვნია. უწევს არჩევანის გაკეთება, რომელი სისტემა გამოიყენოს და რომელი სამიზნე დაარტყას. ამასთან უფრო მეტად ეყრდნობა საკუთარ ადგილობრივად შექმნილ თავდაცვით სისტემებს, ვიდრე დასავლეთიდან მოწოდებულებს. რუსეთმაც სცადა ამ სიტუაციით სარგებლობა. უკრაინაში უფრო და უფრო დიდ დრონთა ჯგუფებსა და რაკეტების ზალპებს აგზავნის. იმ იმედით, რომ მოწინააღმდეგეს უბრალოდ არ ეყოფა თავდაცვითი საშუალებები, რათა ყველა მათგანი შეაჩეროს. საბედნიეროდ, რაც შეეხება გეპარდს, კიევის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისზე მეტი საბრძოლო მასალა. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობასა და ფასზე საუბარი აზრს დაკარგავდა. თუ გეპარდი რეალურად ვერ შეძლედა თავის თავარ ამოცანას, დრონების განადგურებას. და ეს გვიყვანს ამ სისტემის მესამე უპირატესობასთან, მის ეფექტურობასთან. რამდენიმე წლის ომის შემდეგ საკმარისი მტკიცებულება არსებობს, რომ გეპარდი მრავალი თვალსაზრისით რუსული დრონების საუკეთესო გამანადგურებელია. კრემლის დრონების მასობრივად წარმოება შეიძლება იაფი იყოს, მაგრამ მათ რამდენიმე აშკარა ნაკლი აქვთ. ისინი შედარებით ნელა მოძრაობენ, დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, აქვთ შესამჩნევი რადარული კვალი და მიხვებიან შედარებით პროგნოზირებად ფრენის მარშრუტებს. ეს მათ იდეალურ სამიზნედ აქცევს ცივი ომის ეპოქის ანტისაჰაერო ქვემეხებისთვის, როგორიცაა გეპარდი. ქვემეხის ჩაშენებული რადარის სისტემები შეუძლია დააფიქსიროს და თვალყური ადევნოს ამ სამიზნეებს, მანამ სანამ ქვემეხი მოკლეჯერის როლით გაანადგურებს მათ. და მაშინაც კი, როცა რუსეთი მასიურად უშვებს დრონებს, იმ იმედით, რომ გადატვირთავს უკრაინის რადარებს და გაანეიტრალებს მის დაცვას, გეპარდი საოცრად კარგად უმკლავდება ამ ყველაფერს. მას შეუძლია რამდენიმე სამიზნის ერთმანეთის მიყოლებით განადგურება, მაღალი ეფექტურობით და ფაქტობრივად შეუძლია ჰაერი ჭურვებით დაფაროს, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის უმეტეს დრონებს წერტილ A-დან წერტილ B-მდე უსაფრთხოდ გადაადგილებას, ისე რომ გზაში არ აფეთქდნენ. ამ სისტემების მაღალი სროლის სიჩქარე და დიდი საბრძოლო მარაგი მათ ოპტიმალურ საწინააღმდეგო საშუალებად აქცევს რუსეთის მასიური იერიშების წინააღმდეგ. და მაშინ, როცა რაკეტულ სისტემებს სჭირდებათ ხანგრძლივი მომზადება და გადატენვა, გეპარდებს შეუძლიათ უბრალოდ განაგრძონ სროლა, მანამ სანამ საბრძოლო მასალა აქვთ. ამის წყალობით გეპარდები შეიძლება განთავსდნენ როგორც წინა ხაზზე, ასევე ქვეყნის შიგნით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებთან, როგორიცაა ელექტროსადგურები, სამრეწველო ობიექტები, საბრძოლო მასალის საწყობები და სატრანსპორტო კვანძები. ისინი სკანირებენ ცას მტრის ნებისმიერი აქტივობის ნიშნების საფოვნელად. ზადარიან თვალის დახამხამებაში გახსნან ცეცხლი და დაიცვან ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები და სტრატეგიული ობიექტები. რაც მიგვიყვანს გეპარდის ბოლო უპირატესობასთან, მის მობილურობასთან. ეს არის ფართომასშტაბიანი კონფლიქტი. ფრონტის ხაზები ასობით მილზეა გადაჭიმული ორივე მიმართულებით და რუსეთი რეგულარულად ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს, მათ შორის ფრონტიდან ასობით მილით დაშორებულ ტერიტორიებსაც. ეს უკრაინას უზარმაზარ ტერიტორიას აძლევს დასაცავად და მას ხშირად უწევს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსების გადაადგილება, როცა ტაქტიკა და პრიორიტეტები იცვლება. საბედნიეროდ, რადგან ეს თვითმავალი სისტემაა და არა ბუქსირებადი სისტემა, გეპარდი იქ მიდის, სადაც საჭიროა. სტაციონარული დანადგარებისგან განსხვავებით, უკრაინას შეუძლია ეს ქვემეხები საჭიროებისამებრ გადაადგილოს, გადაიყვანოს ისინი სხვადასხვა ქალაქის დასაცავად, როცა საფრთხის დონე იცვლება, დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, ან კი სამხედრო შენაერთებს გახვეს, როცა ისინი ფრონტისკენ მიემართებიან. როცა პოზიციაზეა გეპარდზე შეიძლება დაყრდნობა ძლიერი თავდაცვითი პოზიციის შესანარჩუნებლად, იმდენ ხანს რამდენიც საჭიროა და ის გაანადგურებს ყველა დაბალმფრენ საფრთხეს, რომელიც მის მოქმედების არეში შევა. გერმანიაც კი იმდენად აღფრთოვანებულია გეპარდის მნიშვნელოვან როლით უკრაინაში, რომ დააჩქარა თავისი Sky Raider პროგრამის განვითარება, მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის კოშკურას სისტემა, რომელიც დიზაინის ბევრ ელემენტს გეპარდისგან იღებს და გამოყენებული იქნება დრონებისა და ბარაჟირებადი საბრძოლო მასალისგან დასაცავად. ეს დაიწყო
ის სიტუაცია, რომლის მოხდენასაც პუტინი და მისი თანამზრახველები არასდროს წარმოიდგენდნენ, ახლა ხდება. რუსები ტოვებენ ყირიმს. არა, უпростоრად რუსი ოკუპანტები რეკორდული რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად გარბიან ყირიმიდან, რადგან უკრაინის დრონების იერიშები ცხოვრებას უკანონოდ მიერთებულ ნახევარკუნძულზე შეუძლებელს ხდის. პანიკამ ყირიმის შეძრა. ქერჩის ხიდი ახლა სავსეა მანქანებით, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მატერიკზე შედარებით უსაფრთხოებას ეძებენ. ეს არის ყირიმის დეოკუპაცია, რომელიც რეალურ დროში ხდება და უკრაინას ნახევარკუნძულზე არც ერთი ჯარისკაცის გაგზავნა არ დასჭირვებია. უკრაინა სამუდამოდ ასუფთავებს ყირიმს რუსებისგან და აქედან მხოლოდ უფრო გაუარესდება რუსეთისთვის. ჩვენ მივდივართ კერჩის ხიდთან. შეიძლება ამის შესახებ გსმენიათ. პუტინის მრავალმილიარდიანი მონუმენტი მის აღქმულ წარმატებაზე ყირიმში რუსეთს აკავშირებს ოკუპირებულ ტერიტორიასთან და ეს ხიდი უნდა იყოს მთავარი იმისთვის, რომ ყირიმი მნიშვნელოვანი რგოლი იყოს იმ საომარ მანქანაში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა. ეხლა კერჩის ხიდი სულაც აღარ არის მთავარი რგოლი. ის მაინც რჩება სიმბოლოდ, მაგრამ ახლა ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ჩაშალა უკრაინის გენიალურმა სტრატეგიამ პუტინის გეგმები ყირიმში და დაიწყო ნახევარკუნძულის დერუსიფიკაციის პროცესი. 25 ივნისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერჩის ხიდზე 10 კილომეტრიანი საცობი იყო შექმნილი. ეს უზარმაზარი მანქანების რიგი იწდება რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხიდის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან და გრძელდება ივანივკას სოფელამდე და მასში დაახლოებით 1500 სამოქალაქო მანქანაა, რომლებიც ყველა ერთსა და იმავეს ცდილობს, რაც შეიძლება მალედ დატოვონ ყირიმი. ეს უზარმაზარი საცობი სატელიტურ ფოტოებზეც ჩანს, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რამდენი რუსი ცდილობს ნახევარკუნძულის დატოვებას. სქიმის ტელეგრამ არხზე გაზიარებული ფოტოები აჩვენებს, როგორ პანიკობენ რუსი ოკუპანტები. კერჩის ხიდის გასწრებ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მკაცრი უსაფრთხოების ზომები დაწესდა. რუსი ოკუპანტები ყირიმში აქტიურად წერენ სოციალურ ქსელებში თავიანთ განზრახვებზე, რომ დატოვონ ტერიტორია, რადგან უკრაინის დარტყმები აზიანებს როგორც ნახევარკუნძულს, ასევე ყირიმში შესასვლელ ყველა ლოგისტიკურ მარშრუტს. მათაც კი ვინც ცდილობს კერჩის ხიდზე გადასვლას, ჯერაც უსაფრთხოდ არ არიან, რადგან ხიდზე მოძრაობა რეგულარულად ჩერდება უკრაინის მხრიდან რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო. ეს არის რეალობა, რომელსაც ახლა ყირიმის ოკუპანტები აწყდებიან და ერთადერთი, რაზეც მათ შეუძლიათ ფიქრი, გაქცევა. და ისე არ არის, რომ ხიდის ორივე ბოლოზე საცობები ვხედავდეთ. მეორე მხარეს ყირიმში შესვლის მსურველი მანქანების რიგი დაახლოებით მესამედია იმ რიგთან შედარებით, ვინც ცდილობს იქიდან გასვლას. თუ შეთხულების თეორიების მოყვარულები ვიქნებოდით, ვიტყოდით, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლის შეჩერებას. ამ არგუმენტს შეიძლება მხარი დაუჭიროს Pravdas 26 ივნისის ანგარიშმაც, სადაც ნათქვამია, რომ რუსულმა ხელისუფლებამ ქერჩის ხიდი დახურა 23 საათსა და 51 წუთზე. 25 ივნისს და 06:14 საათზე. 26 ივნისს, რამაც გამოიწვია უზარმაზარი საცობი და ქერჩის ხიდის ყირიმის მხარეს მოლოდინის დრო 4 საათზე მეც გადააჭარბა. თითქოს რუსეთს ჯერა, რომ ხიდის საათობით დახურვა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გაქცევას მცდელები უკან დაბრუნდნენ, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ილუზია, თითქოს ნახევარკუნძულზე ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ეს ილუზია უკვე დიდი ხანია დამსხრეულია და სატელიტური ფოტოები ნამდვილ ამბავს გვიყვება. 26 ივნისისთვის უკრაინის ახალი ხმა იუწყებოდა, რომ რიგი 15 კილომეტრამდე გაიზარდა და შესაძლოა მართლაც არსებობდა მიზეზი, რომელმაც ამდენი ოკუპანტი დაარწმუნა, რომ ახლა იყო დრო გაქცეულიყვნენ. 25 ივნისს უკრაინამ ყირიმში ჯოჯოხეთური დარტყმები მიატენა. 38 ობიექტი დააზიანა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობის საცავი ჟანკოის რეგიონში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბოელექტროსადგური სიმფეროპოლში, ასევე ელექტროქვესადგურები ამ დასახლებასა და სევასტოპოლში. ყირიმი ამჟამად საგანგებო მდგომარეობაშია, როგორც ფიგურალურად, ასევე პირდაპირ მნიშვნელობით. რეგიონალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 26 ივნისს სევასტოპოლში, უკრაინის დრონების იერიშის შემდეგ, რაც ყველაფერს გეუბნებათ რუსეთის ოკუპაციის მდგომარეობაზე იმ ქალაქში, რომელიც ოდესღაც შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზა იყო, სანამ უკრაინის დრონებმა და რაკეტებმა მათი გაყვანა არ აიძულა. მაგრამ მეორე საგანგებო მდგომარეობა თავად კრემლშია, ან უпростоრად იმ ბუნკერში, სადაც დღეს პუტინი იმალება. რუსეთის ლიდერი ყირიმში დიდი კრიზისის განვითარებას აკვირდება. ათასობით ადამიანი ცდილობს გაქცევას. ნახევარკუნძულს დარტყმები ანადგურებს და მისი ლოგისტიკური არტერიები სათითაოდ იჭრება. და როცა ის იმალება და ცდილობს თავი მოაჩვენოს, თითქოს ეს ყველაფერი არ ეხება რუსეთის უკრაინაზე მოჩვენებითი დომინირების ყველაზე დიდ სიმბოლოს. პუტინს მოუწევს ერთი მარტივი უეჩველი ფაქტის მიღება. აქედან მხოლოდ უფრო გაუარესდება. გავიხიოთ ერთი ნაბიჯით უკან, თუმცა 38-მა დარტყმამ, რომელმაც ყირიმი შეძრა, შესაძლოა ყოფილიყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც აკლემის ზურგი გატეხა. ბევრი ოკუპანტისთვის, რომლებიც ახლა კერჩის ხიდზე საცობებში არიან გაჭედილები, როცა ცდილობენ სახლში დაბრუნებას. რაც ჩვენ აქ რეალურად ვხედავთ, არის კამპანიის კულმინაცია, რომელმაც ყირიმი რუსი ოკუპანტებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთად აქცია.
უკრაინა უკვე რამდენიმე კვირაა სისტემატურად ანადგურებს ყირიმში მიმავალ ლოგისტიკურ გზებს, ასევე ესვრის მომარაგებისა და სატყოის მანქანებს, რომლებიც ნახევარკუნძულზე მიემართებოდნენ. შედეგები ყველასთვის ნათლად ჩანს. ამ თავდასხმების შედეგად ყირიმში საწვავის დიდი დეფიციტი შეიქმნა. ბევრ შემთხვევაში ოკუპანტებს საწვავის მოპოვება არ შეუძლიათ, რადგან ის პრიორიტეტულად სამხედროებისა და საგანგებო სამსახურებისთვის არის განკუთვნილი. იმ რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც საწვავი კიდევ არის, გაყიდვა თითო ადამიანზე 20 litrით არის შეზღუდული და ბენზინის მიღება მხოლოდ QR კუპონებით შეიძლება. ეს ნამდვილად არ არის კარგი მათთვის, ვინც საწვავის მოპოვებას ცდილობს, რადგან ინტერნეტის გათიშვები უკვე იწყებს სევასტოპოლზე გავლენას და შესაძლოა მალე მთელ ყირიმსაც მოედოს. შემდეგ არის საკვები. ივნისის დასაწყისიდანვე უკრაინა იუწყება, რომ ყირიმის სუპერმარკეტებში პირველადი საჭიროების პროდუქტების დოდუქტის დეფიციტია, რაც ისევ გამოწვეულია იმ თავდასხმებით, რომელსაც უკრაინა ნახევარკუნძულისკენ მიმავალი რუსული ლოგისტიკის წინააღმდეგ ახორციელებს. ეხლა წარმოიდგინეთ თავი ყირიმის ოკუპანტის ადგილზე. უყურებთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი თქვენს გარშემო. თქვენს კარადებში საკვები ილევა და მანქანაში საწვავი იშვიათად ყოფნით სუპერმარკეტში წასასვლელადაც კი. თუნდაც იყოს საწვავი, ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ იმას იყიდით, რაც გჭირდებათ. მაგრამ ბოლოს ირბალი გიღიმით. ინტერნეტი ბრუნდება, პოულობთ ბენზინგასამართ სადგურს, სადაც საწვავს ყიდიან და რეალურად შეგიძლიათ თქვენი QR კოდიც გამოიყენოთ. ავტომობილში საწვავია, მაგრამ ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ ხვალ ან უახლოეს დღეებში იგივე შეგეძლებათ და არც ერთი ამ პრობლემიდან არ გაუმჯობესდება. რას აპირებთ? ქერჩის ხიდზე რიგში მდგომი მინიმუმ 1500 მანქანისთვის. პასუხი არის რუსეთში უკან გაქცევა, სადაც იმედოვნებენ, რომ პრობლემები ასე მძიმედ არ იქნება. ჯოჯოხეთი ახლახანს იწვება ყირიმის ოკუპანტებისთვის. სწორედ ამიტომ ასე ბევრს უნდა გაქცევა. თუმცა კიდევ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი. თავად ქერჩის ხიდი. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ ბევრი რუსი შიშობს ვეღარ შეძლებს საწვავის მოპოვებას და ყირიმიდან წასვლას, როცა მოუნდება. ისინი შეშინებულები არიან, რომ უკრაინა ხურავს იმ ერთადერთ შესაძლებლობას, რომელიც მათ აქვთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად. მაგრამ სანამ აგიხსნით, რას გულისხმობთ ამაში, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს, სადაც სათაურებს მიღმა ვიხედებით და ნამდვილ ამბავს გიყვებით. გამოიწერეთ, თუ მოგწონთ ის, რასაც ხედავთ. ეხლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ ოკუპანტებს შეუძლიათ დაინახონ ცარიელი საწვავის ავზები და მაღაზიებში შენცირებული მარაგები. ისინი ასევე ხედავენ ყველგან ცეცხლს, ცაში ამავალ მასიურ კვამლის სვეტებს, როცა უკრაინის კიდევ ერთი დრონი ან რაკეტა მიზანს აღწევს. და ამ ყველაფრის ნახვა ახლა ყველაზე მეტად შესაძლებელია იმ ხიდის მახლობლად, რომელსაც რუსები ცდილობენ გამოიყენონ ყირიმიდან გასასვლელად. უკრაინას ამ ხიდზე პირდაპირ იერიში არ მიუტანია. ყოველ შემთხვევაში კარგა ხანია, მაგრამ ის წარმატებულ დათმებს ახორციელებს ხიდის ლებს ხიდის ორივე მხარეს. 21 ივნისს სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ მრავალკილომეტრიანი რიგები დაიწყებოდა, უკრაინამ დარტყმები მიაყენა საზღვაო ლოგისტიკას, ნავთობის საცავს და კიდევ ბევრ ობიექტს ქერჩის ხიდის ორივე მხარეს მდებარე ტერიტორიებზე. ხანდახან ამ დარტყმების შედეგად წარმოქმნილი კვამლი ქერჩის ხიდზე გადადის ისე, რომ ხიდი თითქოს თავად იწვის. ის არ იწვის, მაგრამ შეიძლება ასე მოხდეს და სწორედ ეს არის მთავარი აზრი. ქერჩის ხიდი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილად მთელ ყირიმში. ჩვენ მახეთ ეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის იერიშების დროს. საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა გამოიყენება კვამლის ეკრანები, რათა უკრაინის დრონები დააბნიონ. ბარჟების ჯაჭვები განლაგებულია, რომ საზღვაო დრონებმა ვერ შეძლონ ხიდის საყრდენების აფეთქება. ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები ქერჩის ხიდის გარშემო წყლებში ბარიერების შესაქმნელად, რათა იგივე საზღვაო დრონები შეაჩერონ. ყველა ეს თავდაცვა მოქმედებს, მაგრამ უკრაინა მაინც წარმატებით ახორციელებს დარტყმებს ქერჩის ხიდის რეგიონში. ამ დარტყმების მიზანია ძალიან კაფიო გზავნილის გაგზავნა, რომელიც ოკუპანტებმა, რომლებიც გაქცევას ცდილობენ, კარგად გაიგეს. თავდაცვა მნიშვნელობას არ წარმოადგენს. უკრაინის დრონებსა და რაკეტებს შეუძლიათ ქერჩის ხიდამდე მიღწევა. ღირებული სამიზნეები ხიდის ორივე მხარეს ნადგურდება და შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი იყოს, როდის გადაწყვეტს უკრაინა, რომ თავად ხიდი გახდეს სამიზნე. წადი სანამ შეგიძლია. უკრაინას შეუძლია ხიდი ნებისმიერ დროს მწყობრიდან გამოიყვანოს და ეს ნიშნავს, რომ ვეღარასდროს შეძლებ გაქცევას. ამ გზავნილის გასამყარებლად უკრაინა სულ უფრო კრეატიულად აგზავნის თავის გაფრთხილებებს. 3 ივნისის ღამეს სატელიტური ფოტოები გამოჩნდა ქერჩის ხიდის თავდაცვაზე. ეს თავისთავად გზავნილია. თავად ის ფაქტი, რომ ეს ფოტოები არსებობს და საჯაროდ ხელმისაწვდომია, უკრაინის გზავნილია ოკუპანტებისთვის, რომ ზუსტად იცის, რას ცდილობს რუსეთი ხიდის დასაცავად. უკრაინამ ასევე გადაიღო ქერჩის ხიდის ახლო ხედის ფოტოები, სხვადასხვა კუთხიდან სადაზორო დრონების გამოყენებით, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იარაღი, რომლის შესახებაც რუსეთს სურს, ყირიმის ოკუპანტებმა დაიჯერონ, რომ მას საჰაერო თავდაცვა გაანადგურებს, სინამდვილეში თავისუფლად აღწევს და მოქმედებს დაუსჯელად. დღეს ფოტოებს იღებენ, მაგრამ შემდეგ ჯერზე უკრაინამ შეიძლება გამოგზავნოს დრონები, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, რათა ხიდი მწყობრიდან გამოიყვანოს, რის შედეგადაც გაქცევის მსურველები სრულიად ჩარჩებიან ნახევარკუნძულზე, სადაც ცხოვრება მათთვის სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ყირიმი იზოლირებულია. ოკუპანტები ამას ყველაფერს ხედავენ. მათ იციან, რომ უკრაინას შეუძლია მათი მთავარი გაქცევის გზის გადაკეტვა და ახლა ცდილობენ, სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ, დატოვონ იქაურობა.
მოქალაქეების რიგი, რომლებიც ყირიმიდან გასვლას ცდილობენ, უკვე საკმაოდ დიდი პრობლემაა პუტინისთვის. ეს აჩვენებს, რომ რუსეთის დომინირების ყველაზე დიდი სიმბოლო უკრაინზე ინგრევა. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ უფრო დიდი საკითხი იმალება. ეს ყველაფერი ხდება უკრაინის სტრატეგიული გენიალურობის გამო, რომელმაც კლასიკური ალყა თანამედროვე ომის იარაღად აქცია თავისი დრონების გამოყენებით. უკრაინა აკეთებს იმას, რაც ოდესღაც შეუძლებლად მიიჩნეოდა. ქვეყანა, რომელსაც რეალური საზღვაო ძალა არ აქვს, ბლოკადაში ამყოფებს ყირიმს და ამას ისე აკეთებს, რომ არც ერთი თავისი ჯარისკაცი საფრთხეში არ აგდებს. ყირიმის ოკუპანტებზე ზეწოლა უპრეცედენტოა, იმდენად რომ შესაძლოა საბოლოოდ უკრაინამ უბრალოდ შევიდეს ყირიმში და დაიბრუნოს იგი. უკრაინა მოთმინებით მოქმედებს. მან თვეების თუ არა წლების განმავლობაში განახორციელა დაუღალავი გამოფიტვის სტრატეგია. და ახლა ვხედავთ, როგორ ამართლებს ეს ყველაფერი ყირიმში. იზოლაციის სტრატეგიამ შექმნა საფუძველი ყველაფრისთვის, რასაც ახლა ვხედავთ. ჩვენ ეს უკვე ვახსენეთ. უკრაინა ანადგურებს რუსულ სატვირთოებს და მწყობრიდან გამოხავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სახმელეთო დერეფნები და გზატკეცილები. იმისთვის, რომ რუსეთს პრაქტიკულად შეუძლებელია გახდეს ნახევარკუნძულზე მარაგებისა და საკვების უწყვეტი მიწოდება, საჰაერო თავდაცვა ან გვერდის ავლით იქნა დადაძლეული, ან მთლიანად განადგურდა და უკრაინა არ აჩვენებს შენელების არანაირ ნიშნებს. 23 ივნისს უკრაინამ დაარტყა სარკინიგზო ხიდს, რომელიც გადის ჩრდილოეთ ყირიმის არხზე ყირიმის ტერიტორიაზე. ეს კიდევ ერთი ლოგისტიკური არტერია, რომელიც მწყობრიდან არის გამოყვანილი. როზდოლნას სოფელში, რომელიც ასევე ყირიმში მდებარეობს, უკრაინამ კიდევ ერთი შეტევა განახორციელა, ამჯერად 28 ივნისს, რის შედეგადაც ხიდის ნაწილი ჩამოინგრა სარკინიგზო ლიანდაგებზე. ეს შეტევა განხორციელდა პარალელურად მეორე დარტყმასთან, რომელიც ჩრდილოეთ ყირიმის არხზე მდებარე სარკინიგზო ხიდის გადაკვეთაზე განხორციელდა. უკრაინა კვლავ და კვლავ ახორციელებს დარტყმებს, ხშირად ერთსა და იმავე ობიექტებს რამდენჯერმე უთხრამს. ყოველი ხიდი, რომელიც ინგრევა, ნიშნავს გზის გადაკეტვას, რაც კიდევ უფრო აყოვნებს ყირიმის ოკუპანტებს, რომლებიც უკვე სირთულეებს განიცდიან. და პანიკაში არ არიან მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქერჩის ხიდით გაქცევას. ყირიმი პუტინისთვის სამხედრო ტვირთად იქცა მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში მის აქტივად ითვლებოდა. საბოლოო ჯამში ხომ არ იყო ისე, რომ მარაგები მხოლოდ ყირიმში შედიოდა, ისინი იქიდანაც გადიოდა. იზოლაციის სტრატეგია, რომელიც უკრაინამ შექმნა, ნიშნავს იმას, რომ ყირიმიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმავალი სამხედრო მარაგები ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის რუსეთის შეტევებისთვის. ეხლა ისინი უფრო სუსტები არიან, ვიდრე 2026 წლის ნებისმიერ მომენტში იყვნენ და უკრაინა აიძულებს რუსეთს გადაიხადოს ამისთვის. ტერიტორიები კვლავ იბრუნება და უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება. ყველაფერი იმიტომ, რომ ყირიმი ბლოკირებულია უპილოტო აპარატეტებზე დაფუძნებული სტრატეგიით, რომელიც აქამდე არასდროს გამოყენებულა. ეს ყველაფერი უკრაინამ გამოიგონა და შედეგად ყირიმი რუსებისგან იცლება. მაგრამ ოკუპანტებმა, რომლებიც კერჩის ხიდით გარბიან, ასევე იციან, რომ თუ დარჩებიან, კიდევ რაღაცელით. იმაზე უფრო დამანგრეველი დეფიციტი, ვიდრე ის, რაც უკვე აზიანებს ნახევარკუნძულს, მალე მოხვდება ყველაფერს, რაც აქამდე ვნახეთ. და ეს შეეხება ერთადერთ რამეს, რაც პლანეტის ყველა ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის – წყალს. ყირიმი წყლის თვალსაზრისით კარგ მდგომარეობაში არ არის. ნახევარკუნძულზე ბუნებრივად ბევრი სუფთა წყალი არ არის და ნამდვილად არ არის საკმარისი ყველა ოკუპანტისთვის, ვინც პუტინის უკანონო ანექსიის შემდეგ იქ დასახლდა. რუსეთმა იცოდა, რომ ეს პრობლემა იყო და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მიხედვით, პუტინმა ნახევარკუნძულს 12 მილიარდი დოლარი დაფილდა 2024 წლამდე ძირითადი წყლის პროექტებისთვის. ეს დაპირება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყირიმმა წყლის დეფიციტის გამო 140 მილიონი დოლარი დაკარგა, თუმცა დაპირება არ შესრულებულა. იმიტომ რომ შემოჭრის წარუმატებელი მცდელობა შთანთქავს ყველა იმპულსა და რესურსს, რაც ამის განხორციელებას შესაძლებელს გახდიდა. ამიტომ ოკუპანტებს უწევთ წყლის ტუმბოების გამოყენება, რომ სუფთა წყალი მოიპოვონ. ეს ტუმბოები მუშაობს, თუმცა მათ ელექტროენერგიაც სჭირდებათ. ეხლა გახსოვთ ზოგიერთი სამიზნე, რომელიც ვახსენეთ, როცა გიყვებოდით უკრაინის 38 დარტყმაზე, რომლებმაც ხიდზე მასობრივი გაქცევა გამოიწვია. რას ესმოდნენ თავს? თბოელექტროსადგურებს და ელექტროქვესადგურებს, რომლებიც აუცილებელია ოკუპანტების სხეულებში სუფთა წყლის მისაწოდებლად. The Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დარტყმების შედეგად ენერგომომარაგების დესტაბილიზაციამ უკვე გამოიწვია წყლის ცნევის პრობლემები სევასტოპოლის ზოგიერთ ნაწილში. ოკუპანტებს ხიდზე უკვე ესმით, რა ხდება და რა ელით. მათ იციან, რომ ეს არ შეჩერდება და ხედავენ, რომ უკრაინის დარტყმები მხოლოდ უფრო ღრმა, ძლიერი და წარმატებული ხდება. ისინი უკვე საწოვისა და საკვების გარეშე რჩებიან. ეხლა კი წყალიც ხელმიუწვდომელი ხდება, რადგან უკრაინა ესმის თავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ყირიმში სუფთა წყლის მიწოდებისთვის აუცილებელია. არ არის გასაკვირი, რომ ათასობით ოკუპანტი ყირიმიდან გასასვლელ ბოლო ხიდისკენ გარბის. თუ უკრაინა კერჩის ხიდს არ გაანადგურებს, ის გაანადგურებს კიდევ უფრო მეტ ელექტროობიექტს, ან ორივეს ერთად. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ლოგისტიკური დათმები გრძელდება და კიდება და ყირიმში დარჩენილი თავდაცვა ერთის შემდეგ ერთს ანადგურებენ. გინდოდათ, რომ ადვილ სამიზნედ დარჩენილიყავით მიწის ნაგლეჯზე, რომელსაც თქვენი ძლევამოსილი ლიდერი ვეღარ იცავს? რა თქმა უნდა არა, და არც ოკუპანტებს სურთ ეს, ამიტომაც თავგუდმოგლეჯილები გარბიან. ეხლა პუტინს დიდი პრობლემა შეექმნა. ის ხედავს, რომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს და არაფრის გაკეთება არ შეუძლია მის შესაჩერებლად.
რუსეთს ვერ შეუძლიათ ერიმში მეტი საჰაერო თავდაცვა გადაიტანოს, რადგან უკრაინა მუდმივად ჭრის ლოგისტიკურ არტერიებს, რაც ამას შესაძლებელს ხდის. ეხლა რუსეთს უწევს გაუმკლავდეს იმ ადამიანების ნაკადს, რომლებიც ფაქტობრივად ლტოლვილებად ბრუნდებიან მატერიკზე. წარმოიდგინეთ, რომ ეს არ წყდება და ქერჩის ხიდზე 15 კილომეტრიანი რიგები, რასაც ახლა ხედავთ, ხსნის კარს ყირიმში მყოფი ყველა ოკუპანტისთვის რომ გაიქცნენ. ეს დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია, რომლებიც რუსეთში დაბრუნებას ეცდებიან და ეს კრემლისთვის სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემაა, რომელსაც მოუწევს გამკლავება. რა მოუვათ ამ ადამიანებს? ისინი მიჩვეულნი არიან ცხოვრებას იმ ადგილას, რომელიც რუსებისთვის თითქოს და ელიტური კურორტია, ასე რომ ისინი არ დაკმაყოფილდებიან სადმე შორეულ რეგიონში წასვლით, სადაც პუტინს მათი დავიწყება შეუძლია. ისინი ქერჩის ხიდიდან პირდაპირ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილებში შევლენ და მოუნდებათ ქვეყნის უფრო შეძლებულ რეგიონებში გადასვლა, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში. ეს ის ტიპის ქალაქებია, სადაც ყოფილი ოკუპანტების ისეთი დიდი ნაკადი იქნება, რომ მათი უგულებელყოფა შეუძლებელი გახდება. ათასობით ოკუპანტი ლტოლვილი. ყველაზე ნათელი ნიშანი იქნება ყველასთვის, ვისაც პუტინი ჯერ კიდევ არწმუნებს, რომ უკრაინის ომი კარგად მიდის, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ომი სახლში სხვა ფორმით დაბრუნდება და შესაძლოა ეს სწორედ ის გზა იყოს, რომელიც საბოლოოდ რუს ხალხს სურვილს გაუჩენს, რომ რამე მოიმოქმედონ თავიანთი მანიური ლიდერის წინააღმდეგ. რაც შეეხება პუტინს, მთავარი სამკაული დაიკარგება. ოკუპირებული ყირიმი ფაქტობრივად გადაიქცევა უზარმაზარ მოჩვენებათა ქალაქად, დაცლილი იმ რუსებისგან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი პრეზიდენტი მართლაც შეძლებდა მათ დაცვას. პუტინის მეოთხე საუკუნოვანი მმართველობის უდიდესი წარმატების ისტორია რუსეთში საბოლოოდ კიდევ ერთ მარცხად იქცევა. და რუსეთის გლობალური აღქმა სამუდამოდ შეიცვლება. პუტინს ვერც კი შეუძლია ნახევარკუნძულის შენარჩუნება აღარაფერს ვამბობ უკრაინასთან ომის მოგებაზე. ჩვენ უკვე ხედავთ, რომ ეს ხდება. პუტინს არ შეუძლია დაიცვას არც ყირიმი, არც მოსკოვი და არც სხვა ადგილი, რომელიც უკრაინის დრონების მოქმედების არეშია. ომის დინამიკა შეიცვალა და როცა ქერჩის ხიდზე რიგები იზრდება, უკრაინასა და მის მოკავშირეებს კიდევ უფრო ღრმად ჩასასობად მეტი შესაძლებლობა ეძლევათ. ყირიმი პუტინის ძალაუფლების სიმბოლოა. თუ ის დაინგრევა და უკრაინა მხოლოდ ახლა იწყებს, მაშინ პუტინის უკრაინაში შეჭრა უნდა დასრულდეს. რუსეთი სისხლს იღვრება, არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, სადაც მისი დანაკარგები იზრდება, არამედ მისი საკუთარი ტერიტორიის სიღრმეშიც. ქვეყანას მძიმე, შესაძლოა სასიკვდილო შიდა სისხლდენა აქვს გადატანილი და თვითონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც კი ვერ ახერხებს ამ ნაკადის შეჩერებას. სინამდვილეში ის აქტიურად ამძიმებს მდგომარეობას, თავის ქვეყანას უფრო ღრმად ითრებს უბსკრულში, საკუთარ თავს და თავის ხალხს კრიზისში აგდებს, საიდანაც შეიძლება ვეღარასდროს გამოვიდნენ. ასეთია პუტინის სასოწარკვეთილი ომისადმი აკვიატება, ეგოისტური სურვილი, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს, მიუხედავად ფასისა. და ამ ომის ფასი სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება. რუსეთის სავარაუდო თავდაცვის ხარჯები 2021 წელს ომამდე 1 წლით ადრე, დაახლოებით 65 მილიარდი დოლარი იყო. 2022 წელს, შეჭრის წელს, ეს მაჩვენებელი 102 მილიარდ დოლარზე მეც მიაღწია. 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის 110 მილიარდ დოლარს უახლოვდებოდა, ხოლო 2024 წელს თითქმის 150 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს თავისთავად გამორჩეული მაჩვენებელი იყო, მაგრამ პუტინი მაინც ცდილობდა, რომ ის კიდევ უფრო გაეზარდა. ამიტომ 2025 წელს რუსეთმა თითქმის 200 მილიარდი დოლარი დახარჯა სამხედრო ძალებზე. იმ მომენტში ეკონომიკური განგაში ზარები მხოლოდ რეკავდა კი არა. ისინი მთელ მოსკოვის ქუჩებში ხმამაღლა ისმოდა, რომ ყველას გაეგონა. ქვეყანა თავისი მთლიანი ბიუჯეტის მზარდ ნაწილს თავდაცვაზე ხარჯავდა, რის გამოც სხვა ინდუსტრიები მხარდაჭერის გარეშე რჩებოდა. ამ პრობლემას ისიც დაემატა, რომ უკრაინამ დაიწყო ინტენსიური სირმისეული დარტყმების კამპანია რუსეთის ინფრასტრუქტურაზე. მიზანში იღებდა იმ ობიექტებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდ წვლილს შეიტანდა, მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ეკონომიკური ზრდა მკვეთრად ეცემოდა, ბიუჯეტი ზეწოლის ქვეშ იყო და ეროვნული ბანკი ინფლაციის შეკავებას ცდილობდა. ამ ეტაპზე კრემლის ის ოფიციალური პირებიც კი, რომლებიც ჩვეულებრივ ხაზს მისდევდნენ და საზოგადოებას ართმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ქვეყანა ფინანსური კატასტროფისკენ ერთმხრივ გზაზე იდგა, თუ რამე არ შეიცვლებოდა. შედეგად, 2025 წლის ივნისში ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ 2026 წლისთვის თავდაცვის ხარჯები შემცირდებოდა. ამავე დროს, როდესაც ნატოს ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ კოლექტიური ხარჯები მათ MŠP-ს 5%-მდე გაიზრდებოდა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია გამართა და მსოფლიოს განუცხადა. მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ესაა, ჩვენ გეგმავთ თავდაცვის ხარჯების შემცირებას. ჩვენთვის მომავალ წელს და მის შემდეგ მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამას გეგმავთ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ყველა ამ მიმართულებით ფიქრობენ. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ 2026 წელს ბოლოს და ბოლოს შეიმჩნეოდა რუსეთის მიერ ომის ძალისხმევაში ჩადებული თანხების შესამჩნევი შემცირება. ზოგიერთი ოპტიმისტი ანალიტიკოსი კი ფიქრობდა, იქნებ ეს იყოს პირველი ნაბიჯი საბრძოლო მოქმედებების ეტაპობრივი შემცირებისკენ, რაც მშვიდობისკენ მიმავალ გზას გახსნის.
შემდეგ გამოქვეყნდა 2026 წლის მონაცემები და ყველაფერი შეიცვალა. რუსეთის სამხედრო ხარჯებმა წლის პირველ კვარტალში 5.9 ტრილიონ რუბლს, ანუ 80 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 30%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რადგან 2025 წლის პირველი კვარტლის სამხედრო ხარჯები მხოლოდ 4.5 ტრილიონი რუბლი, ანუ 61 მილიარდი დოლარი იყო. 2026 წლის პირველი კვარტლის ფედერალური ხარჯების ჯამმა 12.8 ტრილიონი რუბლი, ანუ თითქმის 175 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მთლიანი ხარჯების 46% თავდაცვაზე დაიხარჯა. ამ თანხის უმეტესობა საიდუმლო ხარჯების კატეგორიაში გადის. ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რაზე დაიხარჯა, რადგან კრემლი ამჯობინებს სამხედრო ხარჯების დეტალები დაფარულად შეფარულად. დეინახოს. რაც არ უნდა იყოს, ეს უზარმაზარი თანხაა, რომელიც მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თავდაცვაზე დაიხარჯა. და ეს სრულიად ეწინააღმდეგება პუტინის თავდაპირველ დაპირებას, რომ 2026 წელს თავდაცვითი ხარჯები შემცირდებოდა. როგორც გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტის ეკონომისტი იანის კლუგე აღნიშნავს, სამხედრო ხარჯების უზარმაზარი ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან რუსეთს თავდაპირველად წელს ომის ხარჯების შეკავება ჰქონდა დაგეგმილი. ბიუჯეტის კანონის მიხედვით სამხედრო ხარჯები 2026 წელს უნდა შემცირებულიყო MŠP-ის 6.2%-მდე, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი MŠP-ის 7.8% იყო. თუმცა მხოლოდ პირველ კვარტალში ეს უკვე შეადგენდა რუსეთის მოსალოდნელი წლიური MŠP-ის 2.5%-ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რუსეთი წლის დარჩენილ ნაწილშიც ამავე ტემპით გააგრძელებს ხარჯოს, ის მარტივად გადააჭარბებს დეკლარირებულ 6.2%-იან მიზანს და შესაძლოა წლიური MŠP-ის გასაოცარ 10%-საც კი მიაღწიოს. კლუგერი აღნიშნავს, რომ ამის ალბათობა მცირეა, რადგან ისტორიული მონაცემები აჩვენებს, რომ ხარჯვა წლის მეორე და მესამე კვარტლებში როგორც წესი იკლებს. მიუხედავად ამისა, ის აღნიშნავს, რომ ეს მაინც გამორჩეულად მაღალი შედეგია და ამატებს, რომ თუ პირველი კვარტალი რაიმე მაჩვენებელია იმისა, როგორ განვითარდება წლის დარჩენილი ნაწილი, სამხედრო ხარჯები, რომელიც MŠP-ის 9-10%-ს შეადგენს, 2026 წელს რეალისტური შეიძლება იყოს. ლიცხვებში უფრო ღრმად ჩახედვისას, კლუგერი აღნიშნავს, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან დახარჯული თითქმის ყოველი მეორე რუბლი სამხედროებს ხვდება. უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტომ უკრაინული ეროვნული სიახლეები ასევე გამოთვალა, რომ კრემლის მონაცემებით რუსულმა სამხედრო მანქანამ საათში დაახლოებით 2.7 მილიარდი რუბლი, ანუ თითქმის 37 მილიონი დოლარი, ხოლო დღეში დაახლოებით 65 მილიარდი რუბლი, ანუ 885 მილიონი დოლარი დახარჯა. იანვარიდან მარტამდე 2026 წლის განმავლობაში რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, რომლებიც იანის კლუგერმა გაანალიზა და UN-მა გაავრცელა, კრემლმა რეკორდული 5 ტრილიონი 908 მილიარდი რუბლი დახარჯა სამხედროებზე იანვარიდან მარტამდე 2026 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ დღეში იხარჯებოდა გასაოცარი 65 მილიარდი რუბლი, ანუ 885 მილიონი დოლარი, ხოლო საათში დაახლოებით 2.7 მილიარდი რუბლი, ანუ 37 მილიონი დოლარი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, 65 მილიარდი რუბლი რეალურად არის ზოგიერთი რუსეთის რეგიონის, მაგალითად ნოვგოროდის წლიური ბიუჯეტი, რომელსაც წელიწადში 69 მილიარდი რუბლი აქვს გამოყოფილი, ან არიოლის, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 61 მილიარდი რუბლი აქვს დასახარჯი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იანვრის ერთ ჩვეულებრივ დღეს რუსეთის სამხედროებმა იმდენი ფული დახარჯეს, რამდენიც სრულიად ერთ რეგიონს, სადაც ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, მთელი წლის განმავლობაში ეყოფოდა ფუნქციონირებისთვის. UN-მა ასევე დაადგინა, რომ 2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში თვიური ხარჯი თითქმის 2 ტრილიონი რუბლი იყო, ანუ 27 მილიარდი დოლარი. ანგარიში აღნიშნულია, რომ ეს უზარმაზარი კვარტალური თანხა თვეში თითქმის 2 ტრილიონ რუბლს, ანუ 27 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემის წლიური ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით 1.7 ტრილიონ რუბლს შეადგენს. ეს ასევე ბევრად აღემატება რუსეთის ყველა რეგიონის წლიურ ბიუჯეტს, თავად მოსკოვის გარდა. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ რუსეთის უგუნურობის ან გულუფხილობის შემთხვევა თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით. ქვეყანამ სრულიად ახალი დონე მიაღწია უპასუხისმგებლობაში. ის რეკორდული სიჩქარით ხარჯავს ფულს, პირდაპირ ხრის უზარმაზარ თანხებს, რომლებიც რეალურად შეიძლება ქვეყნის შიგნით გამოყენებულიყო. ის ტრილიონობით რუბლი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანას ხმარდება, მაგალითად, შეიძლებოდა დახმარებოდა ქვეყნის ზოგიერთი გაჭირვებული სექტორის გაძლიერებას. შეეკეთებინა ძირითადი ინფრასტრუქტურა, გაეუმჯობესებინა საზოგადოებრივი სერვისები, ან დახმარებოდა იმ ათეულობით მილიონ რუსს, რომლებიც ცხოვრების გაძვირებისა და გარდაუვალი ინფლაციის გამო ძლივს ისჩენენ თავს. ამის ნაცვლად პუტინის ბრძანებით ეს ფული სრულად და მხოლოდ ომზე იხარჯება. და ალბათ პუტინს შეეძლო ამ ყველაფრის გამართლება, თუ ომში მართლა იმარჯვებდა. თუ რუსეთის არმია დიდ წარმატებებს აღწევდა, იკავებდა მნიშვნელოვან ქალაქებსა და ტერიტორიებს და გარდაუვალი გამარჯვებისკენ მიიწევდა, პუტინს და მის კრემლის თანამოაზრეებს ადვილად შეეძლებოდა თეთქვათ, რომ ეს ხარჯები გამართლებულია.
შეძლებდნენ საზოგადოებისთვის დაეჯერებინათ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ღილდა. ეტყოდნენ, რომ კიდევ ცოტა ხანს უნდა მოითმინონ არასაკმარისი მომსახურება და დაფინანსების ნაკლებობა. და ბოლოს რუსეთის დიდი გამარჯვება მოვიდოდა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ეს არ ხდება. სინამდვილეში ყველა მონაცემი სრულიად საპირისპიროს მიუთითებს. 2026 წელს რუსეთმა ვერ შეძლო ფრონტის ხაზის არც ერთ მონაკვეთზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ამის ნაცვლად მისი ძალები გაჩერდა. ზოგიერთ უბანში მხოლოდ უმნიშვნელო წინსვლას მიაღწია, ხოლო სხვაგან კი უკან დაიხია. როდესაც უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებს, რუსული არმია იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ დანაკარგები აღემატება მის შესაძლებლობებს გაუმკლავდეს მათ. ლეკოტირების მაჩვენებლები გაჩერდა, მაშინ როცა დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა თანდათან იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალა აქტიურად სუსტდება და არაძლიერდება. ამასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაუარეს და უკრაინის მუდმივი დრონებისა და რაკეტების იერიშების გამო. და თუნდაც ირანში ომმა დროებით გაზარდოს ნავთობის შემოსავალი, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში დიდად ვერ დაეხმარება მოსკოვს იმ ქაოსიდან გამოსვლაში, რომელშიც ახლა იმყოფება. ამიტომ პუტინი აღმოჩნდა ღრმა და ბნელ ორმოში, რომელიც თავად შექმნა. მისი უპასუხისმგებლო ხარჯები ვერანაირად გამართლდება. არც ერთი არგუმენტი ან პროპაგანდა არ იქნება საკმარისი, რომ საზოგადოება დაარწმუნოს თითქოს ტრილიონობით რუბლის ამ კონფლიქტში ჩაქრა რაიმე აზრს ატარებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა კრიზისში. თუმცა ის მაინც უარს ამბობს დათმობაზე ან თავისი ქვეყნის ფინანსური გეგმების რაიმე რაციონალურად ან გონივრულად გადახედვაზე. ის მაინც ფიქრობს, რომ კრიზისში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩაქსოვა როგორღაც გამოასწორებს მდგომარეობას. მაგრამ ის ცდება და როცა მიხვდება რამდენად ცდებოდა, უკვე ძალიან გვიანი იქნება. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევეხებით რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს, თუ ასეთი ანალიზი გსურთ კიდევ მოისმინოთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვაანალიზებთ ყველაფერს. რუსეთის უპასუხისმგებლო, რეკორდული სამხედრო ხარჯების მთავარი მიზეზი ერთ მარტივ რამეში მდგომარეობს: პუტინის ქედმაღლობაში. მეტი ვიდრე 2000 წლეულის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, პუტინის ნარცისიზმს ვეღარაფერი აკავებს. ის საკუთარ თავს რუსეთის უდიდეს ლიდერად მიიჩნევს და სჯერა, რომ ისტორიაში შევა როგორც პეტრე დიდის 21 საუკუნის ანალოგი. ის სჯერა, რომ დატოვებს გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელზეც მომავალ თაობებში ილაპარაკებენ, რომ ხვალინდელი რუსეთის ბავშვები მის საოცარ ლიდერობას შეისწავლიან და იზეიმებენ მას შემდეგაც კი, რაც ის აღარ იქნება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მან თავდაპირველად უკრაინაში შეიჭრა. უკვე არსებული უზარმაზარი ძალაუფლებისა და გავლენის მიუხედავად, მას მეტი სურდა. ამიტომ გადაწყვეტა კიდევ უფრო მეტი მიეღო. მეზობელი ქვეყნის მიწები და რესურსები მიითვისა და თავისი იმპერიის საზღვრები გააფართოა. მას ეგონა, რომ ეს ადვილი იქნებოდა, მაგრამ წარედ შეცდა. ეხლა წლების შემდეგ ამ ბრძოლაში იცის, რომ სწორედ ამ ომით დაამახსოვრდება ყველას. ყველაფერი, რაც მანამდე იყო, აღარაფერს ნიშნავს, რადგან ომი უკრაინასთან იმდენად დიდი, ძვირადღირებული და ყველაფრის შთამთქმელი გახდა, რომ ეს ასე თუ ისე განსაზღვრავს მის მემკვიდრეობას. აი რატო პუტინის ეგო არასოდეს არასდროს მისცემს მას საშუალებას, რომ დამარცხება აღიაროს. ის არ გააკეთებს გონივრულ და ლოგიკურ ნაბიჯს. არ აღიარებს რუსეთის კოლოსალურ დანაკარგებს. აღიაროს, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მას სურდა და უბრალოდ წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე კარგი რამ, რაც მას შეეძლო, თავისი ხალხისთვის გაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენდა. და ბოლოს მისცეს რუსეთს საშუალება, რომ თავიდან დაიცვოს საკუთარი თავის აღდგენა და ფული დახარჯოს იქ, სადაც ეს ნამდვილად საჭიროა. მაგალითად, განათლებაში, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურაში. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი დიდი ლიდერის ნიშანი იქნებოდა თავმდაბლობა და საკუთარი შეცდომის აღიარება, პუტინი ამას არ გააკეთებს, რადგან ეს გაანადგურებდა მის მემკვიდრეობას. ეს დაამსხვრევდა იმ სახეს, რომლის შექმნასაც მან 10 წლეულები მოანდომა და დაადასტურებდა მას არა როგორც დიდ სამხედრო სტრატეგს, როგორც სურს წარმოაჩინოს თავი, არამედ როგორც სრულყოფილ მარცხს. ვერ შეძლო დაემარცხებინა გაცილებით პატარა მოწინააღმდეგეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა აქვს მსოფლიოში. ის ამას ვერ დაუშვებს, ამიტომ აკეთებს ერთადერთს, რაც შეუძლია. ის თავისი ქვეყნის სულ უფრო დაძაბული ბიუჯეტიდან უფრო და უფრო დიდ ნაწილებს გამოყოფს თავდაცვის სექტორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, როგორ იხარჯება ტრილიონობით რუბლი, დიდი ალბათობით ამ თანხის დიდი ნაწილი იხარჯება იმაზე, რომ ქვეყნის მრავალი თავდაცვის ქარხანა უცვლად რეჟიმში მუშაობდეს. ისინი წლებია ასე მუშაობენ, აცხობენ კიდევ უფრო მეტ რაკეტას, დრონსა და სხვა საბრძოლო იარაღს, რათა ესროლონ უკრაინის ქალაქებს, დასახლებებსა და ფრონტის ხაზის გამაგრებულ პოზიციებს. ეხლა გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილიც რეკრუტირებას ხმარდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყანა ახლა ცდილობს საკმარისი რაოდენობის ახალი რეკრუტების მოზიდვას, რათა შეავსოს თავისი რიგები. თუმცა 2026 წელს ჯარისკაცების საერთო რაოდენობაში წმინდა დანაკარგს განიცდის. შედეგად მოსკოვი სულ უფრო მეტად იჩენს სასოწარკვეთილებას, სთავაზობს უფრო დიდ ფინანსურ წახალისებებს, აწყობს შეცდომაში შემქმან სამხედრო სარეკლამო კამპანიებს და ზეწოლას ახდენს რეგიონების გუბერნატორებზე, რათა ახალი ჯარისკაცები იპოვო ნებისმიერ ფასად. რუსეთმა ასევე უნდა გადაუხადოს დიდი თანხები დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს.
და რადგან უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყოველ თვე დაახლოებით 25,000 რუსი იღუპება ან იღებს ჭრილობას, კრემლის კომპენსაციის ხარჯი სულ უფრო და უფრო იზრდება. თავდაცვის ბიუჯეტის ნაწილი ასევე გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და აფრიკა. როდესაც მოსკოვი სხვა ქვეყნებს მიმართავს სამხედრო კამპანიაში დასახმარებლად, ეს ყველაფერი ვერ იძლევა სასურველ შედეგებს იქ, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ფრონტის ხაზზე ბრძოლის ველებზე. და ხარჯვა გრძელდება. ინვესტიცია გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ღირებულება ან სარგებელი არ მოაქვს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ შესაძლოა არსებობდეს ალტერნატიული ახსნა რუსეთის სკანდალალური 2026 წლის პირველი კვარტლის ხარჯების ანგარიშებისთვის. Postში თავის Ruslannomics ბლოგზე იანის კლუგე განმარტავს, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა სამხედრო ხარჯები 2025 წლიდან გადმოიტანა ამ წელს, რათა არ გადაეჭარბებინა გასული წლის დეფიციტის გეგმებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლის ბუღალტრებმა შესაძლოა უბრალოდ გადაწყვიტეს მცირე ეკონომიკური ხრიკი გამოეყენებინათ. ზოგიერთი მაჩვენებლის 2025 წლის ანგარიშებიდან 2026-ში გადატანით, რათა 2025 წლის საერთო ხარჯები ნაკლებად აბსურდულად გამოჩნდეს, კლუგე რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს უსვამს ხაზს, თუ რატომ შეიძლება ასე იყოს. პირველ რიგში ის აღნიშნავს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები სერიოზულად აცდენილი იყო გეგმას. მან შეაფასა, რომ თუ ხარჯვა იმავე ტემპით გაგრძელდებოდა, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 1%-ული პუნქტით მეტი იქნებოდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. MCP-ის 3.5% კრემლის მიერ გამოცხადებული 2.6%-ის ნენტის ნაცვლად. თუმცა, საბოლოოდ 2025 წლის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მართლაც 2.6%-ად დაფიქსირდა. ეს არ ემთხვეოდა წლის ბოლო თვეების მონაცემებს. და როცა მან კრემლის ფინანსურ ანგარიშებს უფრო დეტალურად დააკვირდა, კლიუგერმა აღმოაჩინა, რომ დეკემბრის ხარჯები საეჭვოდ დაბალი იყო. ბევრად დაბალი ვიდრე ჩვეულებრივ. საბოლოოდ ფინანსურმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტლის დეტალურმა ხარჯების მონაცემებმა აჩვენა, რომ წლის ბოლოსკენ საიდუმლო ხარჯები ძალიან მცირე იყო. ეს კვლავაც არ ემთხვეოდა წლის დასაწყისის მონაცემებს, რამაც კლიუგერს დაასკვნევინა, რომ კრემლმა შესაძლოა თავისი ხარჯები 2026 წლის დასაწყისში გადაიტანა. შედეგად იმის გამო, რასაც ის ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრულ აკრობატიკას უწოდებს, კლიუგერი აღნიშნავს, რომ 2026 წლის ხარჯვის რეალური ტემპი ისეთი მაღალი არ არის, როგორც პირველი კვარტლის მონაცემები მიუთითებს. მან ასევე წამოაყენა კიდევ ერთი შესაძლო თეორია, რომ რუსეთი შესაძლოა 2026 წელს სამხედრო ხარჯებს წინასწარ ანაწილებს. წლის დასაწყისში ბევრი დიდი გადახდის განხორციელება, იმ განზრახვით, რომ შემდეგ კვარტლებში მნიშვნელოვნად ნაკლები დაიხარჯოს. ზუსტ სიმართლეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავიგებთ, სანამ წელი არ დასრულდება და 2026 წლის სრული ფინანსური მონაცემები არ გახდება ხელმისაწვდომი. როგორც არ უნდა იყოს, თუნდაც კრემლი ეკონომიკურ ანგარიშებში ხრიკებს იყენებდეს, ფაქტი ისაა, რომ ტრილიონობით რუბლი დაიხარჯა შედარებით მოკლე პერიოდში და ყოველთვის კიდევ ტრილიონობით იხარჯება. ეს მხოლოდ არამდგრადი კი არ არის, არამედ აქტიურად ანადგურებს ქვეყანას. რაც უფრო მეტი დრო გადის, რუსეთის ეკონომიკა და საზოგადოება კიდევ უფრო სისხლს კარგავს. და საქმე იმ წერტილამდე მიდის, რომ ჭრილობა უბრალოდ იმდენად დიდია, რომ მისი მოშუშების იმედი აღარ არსებობს. კრემლის ფინანსური ოფიციალური პირებიც ამასვე ამბობენ თავიანთ ბოლო განცხადებებში. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მაღალი თანამდებობის პირები საერთო ხაზგადას გადაუხვიეს და ვლადიმირ პუტინს თავხედურად უთხრეს, რომ ომი პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან ძვირი ჯდება, ძვირი, და რომ ეროვნული ბიუჯეტი ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. მათ ღიად განაცხადეს, რომ ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტი საშიშ ზღვარს უახლოვდება და მოუწოდეს მთავრობას შეამციროს ან ეფექტურად დაზოგოს სამხედრო ხარჯები, რათა ფინანსური წნეხი შეამსუბუქოს. და მონაცემებიც ამტკიცებს, რომ ისინი მართალნი არიან. გაჟონილი სამთავრობო დოკუმენტების მიხედვით 2026 წლისთვის სამხედრო ხარჯები დაგეგმილზე მინიმუმ 2 ტრილიონი რუბლით, ანუ 28 მილიარდი დოლარით მეტი იქნება. ამ დოკუმენტებში ასევე იყო ნათელი გაფრთხილებები ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობა სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ სხვა სფეროებში ხარჯები გაყინოს, რათა ბიუჯეტში არსებული ხვრელი შეავსოს. მან სროგარ განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება გაიზარდოს თავბრუდამხვევ 4 ტრილიონ რუბლამდე, ანუ 56 მილიარდი დოლარამდე, თუ არაფერი შეიცვლება. მაშინაც კი მსოფლიოს უმდიდრესი და ეკონომიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყნები გაუჭირდებოდათ ასეთი აბსურდული ხარჯების შენარჩუნება, რადგან ეს ამცირებს ეროვნულ ბიუჯეტს და ზრდის დეფიციტს. და რუსეთი ამჟამად ძალიან შორსაა სტაბილურობისგან. მისი ეკონომიკა ნელდება. მისი MCP-ის ზრდა 2026 წლის პირველ კვარტალში უარყოფით ზონაში გადავიდა და პროგნოზები ვარაუდობენ ნულოვან ზრდას 2026 წლის დარჩენილ პერიოდში. თუნდაც გავითვალისწინოთ ირანის ომით გამოწვეული დროებითად მაღალი ნავთობის ფასები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ უკვე მძიმე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. მაგრამ პუტინი კვლავ უგულებელ ყოფს ექსპერტებს.
როგორც სილვანოვი აფრთხილებს, რომ რეზერვები უსასრულო არ არის, პუტინი და მისი თავდაცვის ოფიციალური პირები წინააღმდეგობას უწევენ, ურჩევნიათ დანაზოგი სხვა სფეროებში ეძებონ, სხვაგან შეამცირონ ხარჯები და რუსი მოსახლეობისთვის ცხოვრება კიდევ უფრო გაართულონ, ვიდრე სამხედრო ბიუჯეტში თუნდაც უმნიშვნელო შემცირება განახორციელონ. ეს სულელური და მოკლე მხედველი მიდგომაა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო გაღმავდავდება კრიზისი. ზოგიერთი ცენტრალური ბანკის ოფიციალური პირიც კი წლის ბოლომდე რეცესიას ელოდება. უკრაინის ომში, როგორც წესი, ყურადღების ცენტრში ახალი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური იარაღის სისტემებია, რაც ლოგიკურიცაა. საჰაერო დრონებმა, საზღვაო დრონებმა, სახმელეთო რობოტებმა, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილმა ავტონომიურმა სამიზნის თვალთვალის სისტემებმა და სხვა ახალმა ტექნოლოგიებმა, რომლებიც ომის დროს გამოჩნდა, ფუნდამენტურად შეცვალა ომის წარმოების წესი, როგორც აღწახლა, ისე მომავალშიც. მაგრამ ომმა ასევე ახალი სიცოცხლე შთაბერა წინა საუკუნის იარაღის სისტემებსაც. უკრაინა განსაკუთრებულად კარგად ახერხებს ძველი და ზოგჯერ ანტიკური სისტემების გადაკეთებას ეფექტურ იარაღად მაღალტექნოლოგიურ ბრძოლის ველზე. მათ შორის იარაღად, რომელიც პირველად 100 წელზე მეტი ხნის წინ შენ შეიქმნა და დღემდე არ ყავს ანალოგი. ეს არის M2 Browning-ი. საწყისად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სანგრების ომიდან მიღებული გაკვეთილების საფუძველზე შეიქმნა, ხოლო უკრაინაში მას ახალი ულტრამოდერნული დანიშნულება მიეცა დრონების ჩამოგდება. აი როგორ იქანებს უკრაინა მადიუს, როგორც ამ იარაღს სიყვარულით ეძახიან და რატომ არ შეიცვლება ეს მალე. საომარველზე ყოველთვის დიდი შვებაა, როცა სარეზერვო ვარიანტი გაქვს. წარმოიდგინეთ სცენა. უკრაინული მობილური ანტიდრონების ჯგუფი მოდიფიცირებული მიკროავტობუსით დანიშნულ ადგილზე მიდის. მათი მთავარი იარაღია უახლესი ულტრათანამედროვე ჩამჭერი დრონების ნაკრები. ამ პატარა და სწრაფ დრონებს შემომავალი რუსული დრონების წინააღმდეგ უშვებენ. ან პირდაპირ კინეტიკური დარტყმით, ან ახლოს აფეთქებით ანადგურებენ მათ. ჯგუფი მინდოში ჩერდება და ჩუმად იწყებს ჩამჭერი დრონების მართვის სადგურის გზის პირას მოწყობას. ჰარების შუქი ღამეს კვეთს, როცა ისინი გაშვებისთვის ემზადებიან. სანამ ჩამჭერ დრონს გაუშვებენ, ისინი მცირე კვადროკოპტერს უშვებენ ტერიტორიის დასაზვერად და რადარის ჩარევის შესამოწმებლად. მიკროავტობუსის შიგნით ჯარისკაცები კომპიუტერის ეკრანზე აკვირდებიან მის მოძრაობას. მოულოდნელად სიგნალი ქრება და ეკრანზე მხოლოდ შიშველი ხმაური. რაღაცამ სავარაუდოდ ელექტრონულმა ჩარევამ დაარღვია სადაზვერო დრონის სიგნალი. ჩამჭერი დრონების გაშვება შეუძლებელია და მისია დაწყებამდე შეჩერდა. მაგრამ ეკიპაჟი სულაც არ არის უმწეო და შეუძლია თავი დაიცვას შემოსული დრონებისგან, რომლების შესაჩერებლადაც ისინი გაგზავნეს. პიკაპზე საკონტროლო ვანის გვერდით დამონტაჟებულია მათი სანდო M2 Browning-ის ტყვი ამბქვევ. შეიძლება ის არ იყოს ისეთი თანამედროვე ან შთამბეჭდავი, როგორც თანამედროვე ჩამჭერი დრონები, მაგალითად P1-Sun ან Meropsi, მაგრამ მობილური ცეცხლის ჯგუფები, რომლებიც M2 Brownings იყენებენ, რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ბრძოლის ველზე შემოსული რუსული დრონების წინააღმდეგ. 2025 წელს უკრაინის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სივსკიმ განაცხადა, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ყველა შემოსული დრონის დაახლოებით 40%-ის ჩამოგდებაზე. როდესაც უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა პირველად დაიწყეს M2 Browning-ის ტყვი ამბქვევების გაგზავნა უკრაინაში, სამხედრო დახმარების პაკეტების პარგლებში 2022 წელს ბევრს ეჭვიეპარებოდა, რამდენად გამოსადეგი იქნებოდა ისინი. ეს ტყვი ამბქვევი 100 წელზე მეტისაა და მისი ძირითადი კონსტრუქცია ან წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. მაგრამ ეს სკეპტიციზმი გაქრა. M2-მა დაამტკიცა, რომ ის ისეთივე ეფექტურია დრონების წინააღმდეგ, როგორც იყო ტანკების, ჯავშანტექნიკისა და სანგრებში მყოფი ქვეითების წინააღმდეგ წარსულის ომებში. მართლა ასეა, როგორც მთავარი მწარმოებელი ბელგიური იარაღის კომპანია FN Herstal, რომელიც FN Browning-ის ჯგუფის ნაწილია აცხადებს, უკრაინაში ომის წყალობით M2 Browning-ზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანია აწარმოებს FN Mag-ის ზოგადი დანიშნულების ტყვი ამბქვევს და FN Minim-ის მსუბუქ ტყვი ამბქვევს, რომლებიც აშეტეშოში ცნობილია როგორც M240 და M259 შესაბამისად. ასევე აწარმოებს შაშხანებს, როგორიცაა FN Scary და NATO სტანდარტის ვაზნებს, მათ შორის 5.56 მმ, 7.62 მმ და 12.7 მმ კალიბრის ვაზნებს. კომპანიის თქმით, ყველა ამ პროდუქტის მოთხოვნა იზრდება, მაგრამ არც ერთი ისე, როგორც მისი გამორჩეული M2 Browning-ი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი ამ მოთხოვნის მთავარი მამოძრავებელია, ეს ერთადერთი წყარო არ არის. კომპანიის წარმომადგენლის ანრი დედარენის თქმით, კომპანიამ ახლახან ფრანგული არმიისთვის 2000 M2 გადაახალისა და განაახლა, რომლებიც მათთვის ასაშეშოს ძალებმა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ დატოვეს. ჩვენ აქ ვიღებთ მათ ვაახლებს და ვაზლებთ გარანტიას, თითქოს ახალი იყოს, თქვა მან. ეს M2 Browning-ის მთავარი მიმზიდველობის ნაწილია. რამდენი ასეთი იარაღია ხელმისაწვდომი? იარაღი თავდაპირველად პირველი მსოფლიო ომის ბოლოს შეიქმნა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას უკვე სტანდარტული აღჭურვილობა გახდა. 1945 წლისთვის აშშ-მ მოკავშირე ძალებს შორის 2 მილიონზე მეტი M2 გაავრცელა და აწარმოა. წარმოების ტემპი შემდეგში მცირედით შენელდა ახალი ტიპის ტყვი ამბქვევებისა და სხვა მსგავსი თანამედროვე შეიარაღების გამოჩენასთან ერთად, მაგრამ 10,000-ობით ერთეული კიდევ დამზადდა, რაც ნიშნავს, რომ მარაგის დეფიციტი არ არსებობს. 90-ზე მეტი ქვეყანა დღემდე იყენებს ამ მძიმე ტყვი ამბქვევს საკუთარ თანამედროვე არმიებში.
ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა, რომ როდესაც იარაღის მიწოდება უკრაინაში დაიწყო, რუსეთის 2022 წლის თებერვლის შეჭრის შემდეგ, M2 ბრაუნინგი საკმაოდ თვალსაჩინოდ გამოიკვეთა. 2024 წლისთვის უკრაინამ შეიარაღება მიიღო აშშ-დან, კანადიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და იტალიიდან. რომმა მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მხოლოდ 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. იარაღი ალბათ თავდაპირველად განკუთვნილი იყო მათი ტრადიციული როლისთვის, რომ დაერტყათ რუსი ქვეითებისა და ჯავშან ტექნიკისთვის, როდესაც ისინი ცდილობდნენ უკრაინულ პოზიციებსა და ქალაქებზე წინსვლას. მაგრამ რადგან ომში დრონებმა უფრო და უფრო დიდი როლი დაიკავეს, M2 ბრაუნინგმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და უკრაინის მრავალფენოვანი ანტიდრონული დაცვის ერთ-ერთ საყრდენად იქცა. ეს დიცილად M2-ის განსაკუთრებული მრავალმხრივობის დამსახურებაა. ის ისეა შექმნილი, რომ შეიძლება დამაგრდეს თითქმის ნებისმიერ რამეზე, რაც საკმარისად ძლიერია მისი წონის სატარებლად. ეს მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია 1930-იანი წლებიდან მოყოლებული უნივერსალური დიზაინი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი კონკრეტული M2 შეიძლება მოდიფიცირდეს თვითმფრინავებზე, გემებზე ან სახმელეთო ჯარისკაცების მიერ გამოსაყენებლად. M2 ყველგან იყო მეორე მსოფლიო ომში. ენთუზიაზმით ამაგრებდნენ ნებისმიერ მანქანაზე, რომელიც დადიოდა, დაცურავდა ან დაფრინავდა. აშშ-ის არმიამ ის მიიღო როგორც სტანდარტული ანტისაჰაერო იარაღი ტანკებზე, ნახევრად მძრავიანებზე, სატვირთოებზე, ტანკგამანადგურებლებზე და სხვა მანქანებზე. აშშ-ის არმიის საჰაერო ძალებში ის იყო მთავარი შეიარაღება P-51 მასტანგისა და P-47 თანდერბოლტისთვის, ასევე თავდაცვითი იარაღი ბომბდამშენებისთვის, როგორიცაა B-24 ლიბერატორი და B-17 Flying Fortress-ი. ყოველი B-17 ბომბდამშენი აღჭურვილი იყო მაქსიმუმ 13 M2-ით, რათა მოეგერიებინა მტრის გამანადგურებელი თვითმფრინავები, სანამ დიდი ბომბდამშენი მიაღწევდა მიზანს. ამასობაში საზღვაო ძალები იყენებდნენ M2-ის როგორც ანტისაჰაერო ტყვიამფრქვევს ყველაფერზე, სადესანტო ნავებიდან დაწყებული სახაზო ხომალდებით დამთავრებული, ასევე თვითმფრინავებზე, როგორიცაა F-4F Wildcat-ი ავიამზიდზე დაფუძნებული გამანადგურებელი და PBY კატალინა საფრენი ნავი. Sargos კლასის ცხალქვეშა ნავები, რომლებიც 1930-იანი წლების ბოლოს აჩენდა, აღჭურვილი იყო წერტილი 50 კალიბრის ტყვიამფრქვევებით თვითდაცვისთვის. და თვით აშშ სანაპირო დაცვის სადესანტო ნავებიც კი აღჭურვილი იყო M2 ტყვიამფრქვევებით, რომლებიც სანაპირო დაცვის წევრებს ეკავათ ანტისაჰაერო და სანაპირო ზოლის ჩახშობის ამოცანებისთვის. დღესაც კი აშშ-ის არმია კვლავ იყენებს M2-ის როგორც სახმელეთო ეკიპაჟის მიერ მოსამსახურე იარაღს, ასევე როგორც მეთაურის იარაღს, აბრამსის საბრძოლო ტანკის მიმდინარე ვერსიაზე, M1A2Z V3-ზე, სადაც ის ინტეგრირებულია Crow's დისტანციურ იარაღის სისტემასთან. საზღვაო ქვეითებიც კვლავ იყენებენ M2-ის, როგორც ქვეითთა მხარდამჭერ იარაღს და როგორც ძირითად შეიარაღებას, მათი ახალი ამფიბიური საბრძოლო მანქანისთვის. საზღვაო ძალები იყენებს M2 ტყვიამფრქვევებს როგორც გემბანზე დამონტაჟებულ იარაღს, მცირე ნავების, თვითმფრინავებისა და დრონების მოსაგერიებლად. საჰაერო ძალები ტრადიციულად ამონტაჟებდა მათ HH-60G-ზე, ხოლო ახლა დაკავშირებულ სამაშველო ვერტმფრენის პლატფორმებზე და ბაზის დაცვის როლში. და ახლა უკრაინის არმია იყენებს M2-ის რუსული წინსვლის შესაკავებლად და რუსული დრონების ჩამოსაგდებად კიდევ ერთ ახალ კონფიგურაციაში. მძიმე ტყვიამფრქვევს ამონტაჟებენ პიკაპებზე. ეს საშუალებას აძლევს უკრაინულ მობილურ თავდაცვით ეკიპაჟებს სწრაფად გადაინაცვლონ საჭირო ადგილას და შემდეგ გაისროლონ და სწრაფად დატოვონ პოზიცია, სანამ მტრის დრონები და артиლერია მათ ადრულ მდებარეობას დაადგენენ. როდესაც პოზიციაზე არიან, ეკიპაჟს შეუძლია ისარგებლოს იარაღის მრავალ გამძლე თვისებით. ეხლა როგორც წარმოიდგენთ, M2 დღეს იგივე იარაღი აღარ არის, რაც 80 წლის წინ იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მასზე სხვადასხვა მოდიფიკაციები და გაუმჯობესებები განხორციელდა და უცნობია ზუსტად რომელი მოდელები მიეწოდა უკრაინას. მაგრამ ძირითადი კონსტრუქცია უცვლელი დარჩა 1930-იანი წლების M2HP-სგან, ანუ მძიმე ლულის ვერსიისგან. მართალია ახლად წარმოებულ M2-ებზე უმეტესობა ძირითადი კომპონენტებისა, როგორიცაა რესივერები, საკეტები და ლულები, კვლავ თავსებადია ძველ მოდელებთან, რაც ინარჩუნებს ლოგისტიკურ საფუძველს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა. ბრაუნინგის M2 არის ჰაერით გაგრილებადი, ლენტით მომარაგებული ტყვიამფრქვევი, რომელიც ისრის დახურული საკეტიდან და მუშაობს მოკლე უკუცემის პრინციპზე. ის დღესაც ისრის იმავე 50 BMG 12.7-ზე 99 მმ-იან ვაზნას, როგორც ყოველთვის, და აქვს იდენტური ლულის გასვლის სიჩქარე, დაახლოებით 2900 ფუტი წამში, და ეფექტური სროლის მანძილი, დაახლოებით 2000 იარდი ფართობულ სამიზნეზე. თუმცა ბრაუნინგის ყველაზე თანამედროვე ვერსია M2A1, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს, შეიცავდა განახლებებს. ეს ცვლილებები აგვარებს იარაღის ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებულ უსაფრთხოების ხარვეზებსა და მოვლის სირთულეებს და უზრუნველყოფს მის გამოყენებადობას 21 საუკუნეშიც კი ახალი ტიპის საფრთხეების წინააღმდეგ. პირველ რიგში გადაწყდა სათავის სივრცისა და ტაიმინგის პრობლემები. კლასიკურ M2-ზე ლულას შეცვლა მოითხოვდა მსროლელის მიერ სათავის სივრცის, ანუ საკეტსა და სავაზნეს შორის არსებული დაშორების და ტაიმინგის, ანუ დამთხმელის სწორად გასწორების ხელით აყენებას. არასწორი დაყენება შეიძლება გამოეწვია კატასტროფული მარცხი, მაგალითად ვაზნების თვითნებური გასროლა ან ლულის აფეთქება, რაც იწვევს დაშავებას ან თუნდაც სიკვდილს.
M2A1-ის განახლებამ მოაგვარა სათავის სივრცისა და ტაიმინგის პრობლემები. ლულის გაგრძელება ახლა დამზადებულია ზუსტი ტოლერანცებით, რაც გამორიცხავს მომხმარებლის მიერ ხელით დაყენების საჭიროებას. ეს აშორებს IRR-ის ყველაზე საშიშ ტექნიკურ მოთხოვნას და თავიდან იცილებს ოპერატორის შეცდომას. ასევე არის სხვა ინოვაციებიც. გაცხელებული ლულის შეცვლა ორიგინალ M2-ზე ადრე ნელი ორი ადამიანის სამუშაო იყო, რომელიც სპეციალურ ხელსაწყოებსა და საზომებს საჭიროებდა. M2A1-ის განახლება მოიცავდა მოსახსნელ სატარებელ სახელოს და გამარტივებულ საკეთ მექანიზმს. ეს საშუალებას აძლევს ერთ ოპერატორს გაცხელებული ლული რამდენიმე წამში შეცვალოს ინსტრუმენტების გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს IRR-ის უმოქმედობის დროს და შესაბამისად ეკიპაჟის მტრის ცეცხლის ქვეშ ყოფნის რისკს. ასევე თითქმის ყველა სხვა თანამედროვე ტყვიან-ფხვევისგან განსხვავებით, ორიგინალ M2-ის არ ჰქონდა უსაფრთხოების ჩამთველი. ეკიპაჟები ისტორიულად იყენებდნენ იმპროვიზირებულ მეთოდებს, მაგალითად, დახარჯული მასრის ჩადმას სასხლეთთან, რათა თავიდან აეცილებინათ შემთხვევითი გასროლა. M2A1-ში ინტეგრირებულია სტანდარტიზებული მექანიკური სასხლეთის ბლოკირების მცველი, რის შედეგადაც IRR-ის ტარება ახლა შესაძლებელია სავაზნეში ვაზნით უსაფრთხოდ. M2A1-მა ასევე შემოიტანა გაუმჯობესებული ოპტიკა და შესამჩნევობის შემცირება. ახალი სლოტიანი ალიამქრობი ამცირებს ლულის ალიას 95%-მდე, რაც ხელს უშლის დროებით დაბრმავებას ღამის ხედვის მოწყობილობების გამოყენებისას და ამცირებს მსროლელის ხილვადობას. თანამედროვე ვარიანტებს ასევე აქვთ პიკატინის რელსი მიმღების საფარზე. ეს საშუალებას იძლევა დამონტაჟდეს თანამედროვე ოპტიკა და ლაზერული დამიზნების მოწყობილობები, რაც თავდაპირველ დიზაინს არ ჰქონდა. ეხლა უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ. გამოიწერეთ არხი ყოველდღიური სიახლეების განახლებებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო და გეოპოლიტიკური მოვლენების სიღრმისეული ანალიზებისთვის. სამხედრო შოუზე ყოველთვის იპოვით ყველაზე დელაზე დეტალურ, ზუსტ და გამჭრიახ სამხედრო კონტენტს YouTube-ზე. ეხლა თეორიულად M2 ბრაუნინგი შეიძლება ანტიკური იარაღი იყოს, მაგრამ ბევრ ასპექტში M2A1-ის განახლებები მას ისეთივე შესაბამის ხდის თანამედროვე ომისთვის, როგორც მისი ბევრად უფრო ახლახან წარმოდგენილი ანალოგები და შესაძლოა კიდევ უფრო მეტადაც კი. აი რატომაც უკრაინამ დაიწყო ორიგინალი საბჭოთა NSVT ტყვიან-ფხვევის M2-ით ჩანაცვლება თავისი ზოგიერთი T-72 AMT ტანკში. რადგან ბევრ ასპექტში M2 უბრალოდ უმაღლესი იარაღია. NSVT ისვრის 12.7-ზე 108 მმ-იან ვაზნას. შედარებისთვის M2-ის 50 BMG ვაზნა იყენებს ოდნავ მოკლე 12.7-ზე 99 მმ-იან მასრას. ამ განსხვავების მიუხედავად, ორივე იარაღი საბრძოლო პირობებში დაახლოებით მსგავს ეფექტურობასა და მოქმედების რადიუსს უზრუნველყოფს. NSVT-ს უფრო მაღალი ციკლური სროლის სიჩქარე აქვს ვიდრე M2-ის, დაახლოებით 700-800 გასროლა წუთში, მაშინ როცა M2-ის აქვს დაახლოებით 450-600 გასროლა წუთში. ამიტომ NSVT-ს შეუძლია წუთში მეტი ტყვიის გასროლა, რაც პოტენციურად უფრო მაღალ ცეცხლის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. თუმცა M2 ბრაუნინგის ოდნავ უფრო ნელი სროლის სიჩქარე უკეთეს სიზუსტესა და კონტროლს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ხანგრძლივი სროლის დროს. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ M2 ბევრად უფრო მოქნილ განთავსების შესაძლებლობებს იძლევა ვიდრე NSVT და შეიძლება დამონტაჟდეს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა მანქანები, თვითფრინავები და საზღვაო ხომალდები. მაშინ როცა NSVT ძირითადად გამოიყენება როგორც მანქანაზე დამონტაჟებული იარაღი და მისი ადაპტაცია გაცილებით რთულია. M2 ასევე თავსებადია სხვადასხვა ამოცანისთვის განკუთვნილ მრავალ ტიპის ვაზნასთან. ამჟამად ხელმისაწვდომი ვაზნების ტიპებში შედის 706.7 გრაინიანი M33 ბურთულიანი ვაზნა, რომელიც გამოიყენება პერსონალისა და მსუბუქი ტექნიკის წინააღმდეგ. ასევე M17 ტრეისერი 622.5 გრაინიანი M8 API, 619 გრაინიანი M20 API-T და M962 SLAP-T, ანუ საბოთ, მსუბუქი ჯავშანგამტანი ვაზნები. ეს უზრუნველყოფს ბურთულიანი ტრეისერის, ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი და საბოთ მსუბუქი ჯავშანგამტანი ვაზნების სრულ სპექტრს. SLAP-T ვაზნა იყენებს 0.30 დიუმიანი დიამეტრის ვოლფრამის გამტას, რომელსაც შეუძლია 1.24 დიუმიანი ზედაპირ გამაგრებული ფოლადის ფირფიტის გახრეთა. 550 იარდის მანძილზე, 0.99 დიუმი, 1300 იარდზე, 0.91 დიუმი და 1600 იარდზე, 0.75 დიუმი. ასევე ვაზნის ძირში დამატებულია ტრასერის მუხტი, რათა დაინახოთ რას ხდება ტყვია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 656 იარდის მანძილზე M2 საკმარისად ძლიერია რომ გაარღვიოს 0.7 დიუმის სისქის ნაგლინი ჰომოგენური ფოლადის ჯავშანი, რომელიც გამოიყენება ტანკებსა და ჯავშან ტექნიკაში. 2 დიუმი ბეტონი, 1 ფუტი ქვიშა, ან მაქსიმუმ 27 დიუმი თიხა, მაგრამ ის მხოლოდ ხანმოკლე გამანადგურებელი ძალით არ შემოიფარგლება. ფოლადის ლულა ასევე შექმნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მას აქვს ქობალტ-ქრომის შენადნობის საფარი, რაც საშუალებას იძლევა ლულამ 10,000 გასროლა გაუძლოს, სანამ მისი შეცვლა გახდება საჭირო. არ არის გასაკვირი, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა M2 დაახასიათეს როგორც სანდო, მარტივად გამოსაყენებელი და სხვა ტყვიან-ფხვევებთან შედარებით უფრო მაღალი სროლის სიჩლის სიჩქარის მქონე. მას ოდნავ მეტი სროლის მანძილი აქვს, 2000 იარდი, ვიდრე უფრო თანამედროვე M240 ტყვიან-ფქვევს.
გარდა ამისა, მისი უფრო დიდი და მძიმე 50 კალიბრის ვაზნა ნიშნავს, რომ M2-ის შეუძლია გაცილებით მეტი ზიანის მოტანა, ვიდრე M240, თუნდაც მაქსიმალურ 4 მილზე მეტ მანძილს. 7.62-ზე 51 მმ-იანი ვაზნა, რომელსაც M240 ისვრის. ლულიდან დაახლოებით 2500 ფუტ-ფუნტის ძალას ქმნის. M2-ის 0.50 კალიბრის ვაზნა ამას აშკარად აჯობებს. ის ქმნის 11000-დან 15000 ფუტ-ფუნტამდე ძალას, ვაზნის ტიპის მიხედვით. საწყისი M2 ვერსიების გარდა, უკრაინა ასევე იყენებს თურქულ Canik M2 QCB ვერსიას, რომელიც ცნობების მიხედვით ისეთივე ეფექტურია. 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინისთვის მინიმუმ 600 ერთეული Canik-ის ვერსია იყო მიწოდებული. ისევე როგორც M2 ART, ეს ძირითადად იგივე M2-ის დიზაინია, მაგრამ მნიშვნელოვანი მოდერნიზაციებით, რათა გაუმკლავდეს იმავე ხანგრძლივ პრობლემებს, რომელთა შესახებაც ადრე ვისაუბრეთ. ის ოდნავ უფრო მძიმეა, ვიდრე M2 ART მიმღების დამუშავებისა და ლულის პროფილის განსხვავებების გამო. თითქმის 85 ფუნტია მაშინ, როცა M2 ART 84 ფუნტს იწონის. Canik-იც იყენებს ქრომით დაფარულ ლულებს განძლეობის გასაზრდელად, რის გამოც მისი რესურსი დაახლოებით 20000-დან 25000 ვაზნამდეა შეფასებული. ის ასევე ოდნავ გრძელია, დაახლოებით 65.5 დუიმი, მაშინ როცა წინა მოდელი 64.9 დუიმია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ Canik-ი შეიძლება დამონტაჟდეს პიკაპებზე უპრობლემოდ, დრონების საწინააღმდეგო მისიებისთვის, ზუსტად ისე როგორც M2. და განსხვავებით M2-ისგან, სროლის მექანიზმი მხარს უჭერს როგორც ერთჯერად, ასევე ავტომატურ სროლის რეჟიმებს. უკრაინა ასევე ფართოდ იყენებს საბჭოთა ეპოქის საჰაერო თავდაცვის ქვემეხს, დრონების საწინააღმდეგო. ისევე როგორც M2, ეს ქვემეხებიც საკმაოდ მოძველებულია, მაგრამ ისინი რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე სანდო დრონების გამანადგურებლად, მათი მაღალი სროლის სიჩქარისა და ეფექტური 8200 ფუტამდე მანძილის გამო. თეორიულად, Zu-23-2-ის თითოეული 2 ლულიდან თითოეული შეუძლია წუთში 1000 ვაზნის გასროლა. თუ სასხლეტი მუდმივად დაჭერილია მანამ, სანამ მთელი ამუნიცია არ ამოიწურება. თუმცა რეალურ გამოყენებაში მსროლელები ჩვეულებრივ ისვიან მოკლე ჯერიებით, რომლებიც გრძელდება 2-დან 5 წამამდე, რათა შენარჩუნდეს სტაბილური სროლის ტემპი. დაახლოებით 400 ვაზნა წუთში თითო ლულაზე. სროლის გადანაცვლებული პროცესი ხელს უშლის ჰაერით გაგრილებული ლულების გადახურებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს ვაზნის თვითნებური გასროლა და ლულის ზედმეტი წვეთა. ეხლა, უკრაინელი ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ M2 Canik-ი და Zu-23-2 ეფექტურად ანგრევენ დრონებს, ისინი არ არიან ყველაზე ეფექტური თხუიან მხევზე დაფუძნებული ანტიდრონული სისტემა, რომელიც დღეს უკრაინაში მოქმედებს. ეს წოდება ეკუთვნის გერმანულ დიზაინს, გეპარდის თვითმავალი საზენიტო ქვემეხს. 46 ტონიანი და მოდიფიცირებულ Leopard 1-ის ტანკის შასიზე დამონტაჟებული გეპარდი უკრაინაში 2022 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი ორმაგი 35 მმ-იანი ავტოკანონები და ორმაგი რადარის სისტემები, რომლებსაც აქვთ აღმოჩენის დიაპაზონი 9.32 მილამდე, უკიდურესად ეფექტური აღმოჩნდა რუსეთის დაბალ სიმაღლეზე მოძრავი ნელი გერუნის შორმანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონების ჩამოგდებაში. დაახლოებით 100 გეპარდი, რომლებიც უკრაინაში ექსპლუატაციაშია, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ გერმანულმა მწარმოებელმა KNDS-მა უკრაინას 2025 წლის დასაწყისში სპეციალური განახლების პაკეტი შესთავაზა. წარმოდგენილი მოდერნიზაცია მოიცავს გაუმჯობესებულ რადარსა და თვალთვალის სისტემას, ბალისტიკურ კომპიუტერს, ლაზერულ მანძილმზომს, GPS-სა და დაშიფრულ კომუნიკაციებს. ეს ფუნქციები გააუმჯობესებს მათ შესაძლებლობას, რომ რუსეთის უფრო თანამედროვე დრონები და ფრთოსანი რაკეტები გაანეიტრალონ. მაგრამ M2-ის მაინც აქვს უზარმაზარი უპირატესობა, გეპარდთან შედარებით მობილური ანტიდრონული დაცვის როლში. ეს არის მობილურობა. გეპარდის ქვემეხები დამონტაჟებულია მძიმე მუხლუხა ტანკის შასიზე, რაც ზღუდავს მის მობილურობას და გასროლის შემდეგ სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას. საპირისპიროდ, M2 შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ მანქანაზე, რომელსაც შეუძლია მისი წონის ატანა, რაც მას იდეალურს ხდის სწრაფი განლაგებისთვის და როგორც სარეზერვო საშუალება ინტერსეპტორი დრონების ეკიპაჟებისთვის, როგორც ვიდეოს დასაწყისში მოყვანილ მაგალითში იყო აღნიშნული. Zu-23-2 ასევე შეიძლება დამონტაჟდეს სატვირთოებზე და პიკაპებზე, მაგრამ მისი დამატებითი წონა ზრუდავს იმ მოდელების არჩევანს, რომლებზეც მუშაობს. ის ორმაგი 23 მმ-იანი ქვემეხები ქმნის მნიშვნელოვან ბრუნვის მომენტს. ამიტომ სუბუქ სამოქალაქო ნახევარტონიან შასიზე ხშირად საჭიროა საყრდენი ფეხების ან ბჯენების ფართომასშტაბიანი შედუღება, რათა გასროლის დროს მანქანა სტაბილური იყოს და თავიდან აიცილოს, სატვირთოს ჩარჩოს დაზიანება ან თუნდაც გადაბრუნება. შედეგად ის ჩვეულებრივ მონტაჟდება გამაგრებულ პლატფორმებზე, ან უფრო მძიმე, 1.5-დან 6 ტონიან სატვირთო შასიზე, როგორიცაა GAZ 66 ZIL 131, ან მოდიფიცირებული კამაზები, რათა თავიდან აიცილონ კონსტრუქციული დაზიანება. შედარებით, MORI და Canik მარტივ-არტივად თავსდება სტანდარტული სამოქალაქო სატვირთოების პლატფორმებზე მძიმე შასის გამაგრების გარეშე. მათთვის დამახასიათებელი სწრაფად შესასვლელი ლულა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მობილურ როლში, რაც ეკიპაჟს საშუალებას აძლევს სწრაფად შეცვალოს გადახურებული ლულები დაუცველი სატვირთოს პლატფორმაზე ყოთფორმაზესას. უკრაინამ კი პიკაპებზე ორმაგი მონტაჟის კონფიგურაციაც კი გამოიყენა, რათა მცირე, სწრაფად მოძრავი დრონების წინააღმდეგ ცეცხლის მოცულობა გაეორმაგებინა. M2-ებით აღჭურვილი პიკაპების გამოყენების უარყოფითი მხარე, რა თქმა უნდა ის არის, რომ სროლელები ბევრად უფრო დაუცველები არიან, ვიდრე ტანკში ან გეპარდში რომ ისხდნენ.
უკრაინაში ამ დღეებში მოდიფიცირებულ პიკაპებზე დამონტაჟებულ ტყვიამფრქვევებს ხშირად ანტიდრონული გისოსები აქვთ, მაგრამ ჯავშანი არა. უკრაინაში ცოცხალი ძალის დეფიციტი კარგად არის ცნობილი, ამიტომ ისეთი კვალიფიციური ოპერატორების, როგორიცაა M2-ის მსროლელები, დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანია. ბოლო დროს უკრაინამ M2-ის კიდევ ერთი ინოვაციური გამოყენება მოიფიქრა. მისი დაყენება უპილოტო სახმელეთო აპარატებზე, ანუ UGV-ებზე. ყველაზე ფართოდ დოკუმენტირებული M2-ით აღჭურვილი რობოტია DevDroid TW-12.7, რომელიც უკრაინულმა კომპანიამ DevDroid-მა Tank Bureau-სთან თანამშრომლობით შეიმუშავა. რობოტი აღჭურვილია M2 Browning-ის ტყვიამფრქვევით, აქვს დაახლოებით 1 კილომეტრის სროლის მანძილი და აღჭურვილია ღამის ხედვის შესაძლებლობით. ის დისტანციურად იმართება და არასრულად ავტონომურად, თუმცა შეუძლია წინასწარ დაპროგრამებული საბრძოლო ამოცანების შესრულება. 2025 წლის ბოლოს უკრაინის მესამე არმიის კორპუსის ერთმა ნაწილმა გავრცელებული ინფორმაციით ერთი ასეთი მოწყობილობა გამოიყენა ფრონტის ხაზის პოზიციის დასტაცაცავად. მარტო, ზედიზედ 45 დღის განმავლობაში. რობოტს ყოველ 48 საათში ერთხელ უტარდებოდა ტექნიკური მომსახურება და იტენებოდა, მაგრამ პოზიცია ქვეითებისთვის არასდროს დაუთმია. რუსულმა ძალებმა მთელი მისიის განმავლობაში ვერ შეძლეს სექტორის ავება ან მასში შეღწევა. 2025 წლის ნოემბერში მეხუთე ცალკეული შეტევითი ბრიგადის მიერ ოპერირებული TW-12.7-მა ჩაუსაფრდა და გაანადგურა რუსული MT-MT-LB მრავალდანიშნულებიანი მუხლუხებიანი ჯავშან მანქანა კონსტანტინიუკასთან ახლოს. ჯავშანგამტარი ანთებითი ტყვიების გამოყენებით რობოტმა ღამით ახლო მანძილიდან გახსნა ცეცხლი მანქანაზე. გაარღვია მისი თხელი ჯავშანი და გაანადგურა ეკიპაჟი. მაგრამ ეს ერთადერთი რობოტი არ არის, რომელიც უკრაინამ M2-ით აღჭურვა. T7 უფრო მძიმე კლასის უპილოტო სახმელეთო აპარატია, რომელიც შექმნილია 700 კილოგრამამდე ტვირთის გადასატანად და განკუთვნილია ხანგრძლივი ცეცხლის მისიისთვის, სადაც უფრო მსუბუქ TW-12.7-ის შეიძლება ძალიან სწრაფად გაუთავდეს ვაზნები. ის უნიკალურად არის აღჭვარჭურვილი ორი ტყვიამფრქვევით, ძირითადი M2 Browning-ი და დამატებითი 7 წერტილი. 62 MPKT ასევე აქვს საკმარისი ტვირთამწეობა, რომ ატაროს უფრო დიდი ვაზნების ლენტები და დამატებითი ჯავშანი. უკრაინამ ასევე შეიმუშავა NEMO უპილოტო სახმელეთო აპარატი. NEMO ერთობლივად შეიმუშავეს ტაკების ბიურომ და DevDroid-მა. ეს არის მოდულური პლატფორმა, რომელსაც შეიძლება დაუხენდეს საბრძოლო მოდული, როგორც M2 Browning-ისთვის, ასევე უფრო მცირე K2-7.62 ან PKT-ისთვის. ის წარმოადგენს მრავალფუნქციურ მძებნელ დამტყმელ სისტემას. ავსებს დაცვით ხაზებში არსებულ სიცარიელეებს და ატარებს მაღალი რისკის პატრულირებებს იქ, სადაც ჯარისკაცები დაუცველები იქნებოდნენ დრონების მეთოყურეობისა და артиლერიის მიმართ. ასე გრძელდება ლეგენდა. თითოეულ თაობაში M2 ახალ როლს იკავებს ისე, თითქოს სპეციალურად ამ ამოცანისთვის იყო შექმნილი. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ რუსი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზზე უნდა წავიდეს. შიშით ხარ მოცული, როცა ახალი ბრძანება მოდის. უეცრად ისევ გამოჩნდა სინათლე სამყაროში. შენ ფრონტზე არ მიდიხარ, მოსკოვში მიემგზავრები. სახეზე უზარმაზარი ღიმილი გაქვს. სულ მცირე, მანამ სანამ ბრძანების დანარჩენ ნაწილს გადმოგცემენ. ომი დასრულებული არ არის, ზეიმი არ იქნება. მოსკოვში ერთადერთი მიზეზით მიდიხარ. პუტინი იმდენად შეშინებულია, რომ მზადაა შენ ფრონტიდან გამოგიყვანოს, მაშინ როცა შენი კიდევ უფრო მეტი თანამებრძოლი ფრონტზე იღუპება. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. პუტინი იმდენად შეშინებულია საკუთარი სიცოცხლისთვის, რომ რუს ჯარისკაცებს აიძულებენ უკრაინიდან გაიქცნენ, რათა მოსკოვში ის დაიცვან. ეს პუტინისთვის თითქმის დანებებას ნიშნავს და ომისთვის შედეგები უზარმაზარია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაამხილა სასოწარკვეთილი ნაბიჯი, რომელიც შეშინებულმა პუტინმა გადადგა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან უბრძანეს დაბრუნდნენ მოსკოვში და რუსეთის სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე, რათა პუტინსა და მის გარემოცვას დაიცავენ უკრაინის მიერ რუსეთში გაშვებული დრონების ტალღებისგან. ეს კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ერთგან წაართვა, რათა მეორეგან შეავსო და ეს დამანგრეველი იქნება რუსეთის ძალებისთვის ოკუპირებულ უკრაინაში. ისინი უკვე ებრძვიან უკრაინის საშუალო რადიუსის დრონების ზრდას და იმ ქაოსს, რომელიც ამ დრონებმა რუსეთის ლოგისტიკას მოუტანა ფრონტის უკან. ეხლა პუტინი ამბობს, რომ ის იარაღი, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფი ძალებისთვის ერთადერთი იმედია, უნდა დაბრუნდეს მოსკოვში, რათა ის დაიცვას სანამ თავის პატარა სპილოს ძვლის ტახტზე, სადაც ბუნკერში ზის. აი რას ამბობს ზელენსკი ამ ყველაფერზე. მხოლოდ მოსკოვის რეგიონში მათ ასობით გამშვები დააგროვეს. ზელენსკის თქმით, თითქმის 90 გამშვები ვალდაიში გადაიტანეს რუსეთის სხვა რეგიონებიდან. ორივე ეს ადგილი მნიშვნელოვანია. მოსკოვი რუსეთის დედაქალაქია და კრემლის მდებარეობა. ვალდაი კი იმიტომაა გამორჩეული, რომ იქ მდებარეობს პუტინის ერთ-ერთი საყვარელი რეზიდენცია. ეს ქალაქი მოსკოვიდან 500 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, რაც აჩვენებს, რამდენად შორს არის მზად პუტინი, რომ გაგზავნოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები და მათი ოპერატორები საკუთარი თავის დასაცავად. არასწორად ნუ გამიგებთ. პუტინს ეს ყველაფერი არ უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის იმდენად გენიალურმა სტრატეგიამ პუტინი აიძულა და რუსეთი მახეში გააბა. პუტინს კარგი არჩევანი არ აქვს და მალე გაიგებთ რატომ. მაგრამ ჯერ მთავარი კითხვა, რატომ ხდება ეს ყველაფერი? ამაზე მარტივი პასუხი არსებობს.
უკრაინა ძალიან ხშირად ამტკიცებს, რომ შეუძლია გაანადგუროს ყველაზე ძვირფასი ობიექტები, რომლებსაც რუსეთი მოსკოვში და მის გარშემო ასე გამალებით იცავს. დავიხიეთ ცოტა უკან, რომ კონტექსტი გავიგოთ. მოსკოვი უდავოდ ყველაზე დაცული რეგიონია მთელ რუსეთში. და ეს დაცვა ნიშნავს, რომ ქალაქს უკვე ასობით საჰაერო თავდაცვის სისტემა იცავს. კასპიის პოსტი მას რკინის რგოლს უწოდებს, მრავალფენიან თავდაცვას, რომელიც რუსეთის დის დედაქალაქს აკრავს, და ეს რგოლი 2023 წლიდან მუდმივად იზრდება. ეხლა მასში შედის 100-ზე მეტი ცალკეული საჰაერო თავდაცვის დანაყოფი, დაწყებული S-300 და S-400 ბატარეებით, რომლებიც თითქოს და რაკეტების განადგურებაზე სპეციალიზდებიან და დამთავრებული მოკლე რადიუსის სისტემებით, როგორიცაა პანცირი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს საჰაერო თავდაცვები სამრგოლად არის განლაგებული, რაც ქმნის მრავალ ფენას, რომლებიც თითქოს შეუძლებელს ხდის ვინმესთვის შეაღწიოს და დარტყმები მიაყენოს მოსკოვის გულში. რუსეთმა კიდევ უფრო შორსაც კი წავიდა და პანცირის მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემები სამოქალაქო შენობების სახურავებზე განათავსა, რათა ქალაქის თავდაცვა უკრაინის დრონების საფრთხის წინააღმდეგ გაეძლიერებინა. და ამ ყველაფერს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. უკრაინამ სრულად გაანადგურა წარმოდგენა, რომ მოსკოვი ისეთივე დაცულია, როგორც პუტინს სჭირდება. მაისიდან ივნისამდე განხორციელებული დათქმების სერია პიკს მიაღწია ივნისის შუა რიცხვებში, როცა მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა შეტევა. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კრემლიდან მხოლოდ 16 კილომეტრში მდებარეობს და მოსკოვის რეგიონის საწვავის დაახლოებით 40-50%-ს აწარმოებს. ამ დათქმების დროს რუსეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თითქმის 1000 უკრაინული დრონი და რაკეტა გაანადგურა. მაგრამ ვერ შეძლო იმ დრონების შეჩერება, რომლებმაც მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ისეთი ძლიერი დართვა მიაყენეს, რომ ქალაქის მოსახლეობაზე საშინელი შავი წვიმა ჩამოიღო. ეს არის უკრაინა, რომელიც ომს რუსეთში აბრუნებს და ის ფაქტი, რომ დართმა კრემლთან ასე ახლოს მოხდა, პუტინს შარვალში ყავისფერი ლაქები დაუტოვებდა. უკრაინის დრონებს დამატებით 16 კილომეტრის გავლა დიდად არ გაუჭირდებოდათ და აშკარაა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ვერ აჩერებს იმ მასიურ შორიმოქმედების დამტკმელი დრონების ტალღებს, რომელთა გაგზავნაც ახლა უკრაინას შეუძლია. პუტინის მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ მთელი ომი რუსეთში ბრუნდება. მოსკოვის მოსახლეობა გაბრაზებულია. ისინი არასდროს უნდა აწვდებოდნენ შავ წვიმას ან ასობით ფრენის გაუქმებას და გადადებას უკრაინის დარტყმების გამო. მოსკოვი ამ ყველაფრისგან ზედმეტად დაცული იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და უკრაინამ ეს ფაქტი გამოავლინა. და ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელზე დარტყმა ყველაფრის დასასრული ყოფილიყო. 27 ივნისს DW-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს ნავთობის სატუმ სადგურს, რომელიც მოსკოვის საწვავით მომარაგებისთვის მნიშვნელოვანია. ასე რომ, რასაც უკრაინისგან ვხედავთ, შორს არის იშვიათი ცალკეული დარტყმებისგან. ეს არის კამპანია, რომელიც ნელ-ნელა უკეტავს ქალაქს წტომას იმ მნიშვნელოვან რესურსზე, რაც მას სჭირდება. ვლადიმერ პუტინი ცდილობს ეს ყველაფერი მოსკოვის მცხოვრებლებისთვის დამალოს. როგორც ერთ-ერთმა მოსაუბრემ რუსულ გამოცემას სოტოვიზიონთან თქვა, ვერაფერს ვითვე განგაშზე, არც სირენები, საერთოდ არაფერი. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ აშკარად იწვევს შფოთვას. კრემლის ახლობლები აქტიურად ამხილებენ რუსებს, რომლებიც აზიარებენ უკრაინის წარმატებული თავდასხმების ფოტოებსა და ვიდეოებს მოსკოვზე, რადგან ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ნარატივს ნამდვილ ტყუილთა გროვად წარმოაჩენს. რეალობა, რასაც უკვე ბევრი მოსკოველი აცნობიერებს ირებს, ისაა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც თითქოს და მათ ქალაქს შეუღწევაც ხდიდა, უბრალოდ საკმარისად ეფექტური არ არის. ხალხმა იცის, რომ ისინი რეალურად დაცულები არ არიან. და პუტინმაც ეს იცის. უკრაინიდან მოსკოვისკენ გაგზავნილი დრონების ნამდვილი არმადა უკვე თვეებია მუდმივად გადატვირთავს რუსეთის საჰაერო თავდაცვას. წლების წინ, როცა უკრაინას შორს მსროლელი დრონების მარაგი არ ჰქონდა, პუტინი ამ ყველაფერს იოლად გაასაღებდა. დიახ, უკრაინა დარტყმას ახორციელებდა, მაგრამ ძირითადად ეს იყო საზღვრისპირა რეგიონებში და რუსეთის სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც პუტინისთვის სოციალური თვალსაზრისით მაინც თუ არა სამხედრო, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ ახლა დარტყმები უფრო ეფექტური ხდება. ისინი ბევრად უფრო დიდი რაოდენობით ხორციელდება და უფრო ღრმად აღწევს ვიდრე ოდესმე. Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2026 წელს უკრაინამ დარტყმების რაოდენობა გაზარდა. იანვარში რუსეთის სამიზნეებზე 10-ზე ნაკლები დადასტურებული დარტყმა იყო, ახლა კი ეს რიცხვი 30-ის აჭარბებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ სრულად დადასტურებულ დარტყმებს მოიცავს. Firepoint-ი, რომელიც აწარმოებს FPV-1 დრონს, რომლითაც ამ დარტყმების დიდი ნაწილი ხორციელდება, ამბობს ამას. ის გეგმავს ყოველდღიურად 300 დამანგრეველი დრონის წარმოებას, რომელთაგან თითოეული ვერსიის მიხედვით 1600-დან 3000-მდე კილომეტრამდე მანძილს ფარავს. დაამატეთ მოდიფიცირებული ნეპტუნის რაკეტები, Firepoint-ები, საკუთარი Flamingo-ის საკრუიზო რაკეტის ჰიბრიდი და კიდევ მრავალი სხვა და მიიღებთ იმას, რაც მოსკოვში ხდება. რკინის პეჭედი საკმარისად დიდი არ არის, რომ ყველა შეაჩეროს. ამიტომ პუტინი იძულებულია საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტიდან უკან გაიყვანოს, რათა დაიცვას თავი კრემლი და საშუალო მოსკოველი იმ ფაქტისგან, რომ მის მიერ დაწყებულ ომს აფეთქებადი შედეგები აქვს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებში.
არ მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. როგორც Telegraph აღნიშნავს, რუსეთის მთელი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ შორის რკინის ბეჭედი, რომელიც მოსკოვს აკრავს, არასდროს ყოფილა შექმნილი იმისთვის, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს. ამ ქსელში არსებული სისტემები, რომელთა დიდი ნაწილიც მოძველებული საბჭოთა ეპოქის დიზაინებია, შექმნილია ტრადიციული რაკეტებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. დრონები საერთოდ არ არსებობდა, როცა ეს სისტემები იქნებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დრონების განადგურება ამ სისტემებით შეუძლებელია, მაგრამ იმდენად დიდი რაოდენობით უშვებენ დრონებს მოსკოვისკენ, რომ უბრალოდ ვერ ასწრებენ საკმარისი რაკეტების გაშვებას უკრაინის შეტევების შესაჩერებლად. ინტერნეტში უკვე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ფანცირის სისტემებს ჩვეულებრივი 6-ის ნაცვლად მხოლოდ 2 რაკეტა აქვთ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი გამანადგურებელი რაკეტების დეფიციტს განიცდის. CBS News-ი ამატებს, რომ რუსეთს ეწურება S-300-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები. და უკრაინული შეფასებების მიხედვით, რუსეთს დაახლოებით 400 გამანადგურებელი რაკეტა ჰქონდა ხელმისაწვდომი S-300PM და S-400 სისტემებისთვის. 2025 წელს, როგორც ჩანს, რაკეტების დეფიციტი უკვე ყველა იმ საჰაერო თავდაცვის დანაყოფს ეხება, რომელიც პუტინმა მოსკოვი გარშემო განათავსა. ამიტომ მეტი დანაყოფი გადაჰყავთ რუსეთის დედაქალაქში, მათთან ერთად რაკეტებიც და ის ჯარისკაცებიც, რომლებიც ამ სისტემებს მართავენ. პუტინის ფილოსოფია, როგორც ჩანს, ასეთია: თუ ახლა რკინის რგოლი საკმარისი არ არის, მაშინ მეტი დანაყოფი მას საკმარისად გააძლიერებს. შეიძლება მართალიც იყოს, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა ჩანდეს, თუმცა ამ ნაბიჯში აშკარაა სასოწარკვეთა. პუტინი იძულებული გახდა მიიღო არჩევანი, რომელიც არასდროს სურდა, მაგრამ ეს არჩევანი გააკეთა და ამის შედეგები მისი უკრაინაში შეჭრისთვის უზარმაზარია. ამ ერთმა არჩევანმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ ჩვენ მილიტარი შოუზე. ეხლა იდეალური დროა არხზე გამოიწეროთ, სანამ ვიდეოს დაუბრუნდებით. აი რა გააკეთა პუტინმა რეალურად, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსკოვში დააბრუნა. რუსეთის ლიდერმა შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, ერთი დაასუსტოს, რათა მეორე გააძლიეროს. ეს ყველასთვის საკმაოდ ნათელია. პუტინი დადგა არჩევანის წინაშე. დაეცვა საკუთარი თავი და რუსეთის დედაქალაქი, თუ უზრუნველყო, რომ ასობით ათასი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინაში გაგზავნა, რაიმე მსგავსით მაინც ყოფილიყო დაცული და მან საკუთარი თავი აირჩია. კიდევ ერთხელ ეს გზავნილს უგზავნის ყველას, ვისაც პუტინი უკრაინაში აგზავნის, რომ მათი სიცოცხლე ბევრად ნაკლებად ფასობს ვიდრე მისი, რაც ისედაც იცოდნენ, და რომ მათი სიცოცხლე ასევე ნაკლებად ფასობს ვიდრე საშუალო მოსკოველის აღქმა. პუტინი იმდენად სასოწარკვეთილია, რომ მოსკოვის მოსახლეობამ არ დაინახოს იმ ომის შედეგები, რომელიც თავად დაიწყო, რომ მზად არის რუსი ჯარისკაცები უფრო მეტმა დაიღუპოს ფრონტზე, ოღონდ შეინარჩუნოს ილუზია, თითქოს ყველაფერი კარგადაა სამშობლოში. ეს სამწუხარო მდგომარეობაა, რომელიც პუტინზე როგორც პიროვნებაზე მეტყველებს. და რაც მთავარია, უკრაინამ ზუსტად იცოდა, რომ პუტინი ასე მოიქცეოდა, როგორც კი დრონები მოსკოვს მიაღწევდნენ. ეს ღრმა დარტყმების გენიალურობაა. საქმე არ ეხება მხოლოდ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას და შავ წვიმას, რომელიც მოსკოვის მოსახლეობას ასველებს. თუმცა ეს ყველაფერი უკრაინისთვის შესანიშნავი შედეგებია. მთავარი მიზანი ისაა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში მარცხისთვის გასწირონ. უკრაინის შიგნით მარცხისთვის, რადგან პუტინი ტოვებს ფრონტზე დარჩენილ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვა მოსკოვში გადაიყვანა. ზელენსკის კიდევ ბევრი აქვს სათქმელი, მას შემდეგ რაც ახალი ამბავი გაავრცელა. მას შემდეგ რაც გამოავლინა, რომ რუსეთმა ფრონტიდან საჰაერო თავდაცვა მოსკოვისა და კიევის დასაცავად გადაიყვანა, რომელიც ასევე უკრაინის დრონების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა, ზელენსკიმ თქვა, რომ არსებითად არსებობს ორი პერიმეტრი, რომლის დაცვაც რუსებს უბრძანეს, საკუთარი ტერიტორიისა და დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის სხვა უბნების დასუსტების ხარჯზე. ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს. ჩვენ უკვე ვიცით რა არის ეს აუცილებელი დასკვნები. უკვე კვირებია ვხედავთ მათ ოკუპირებულ უკრაინაში და აქედან მხოლოდ უფრო დამაჯერებელი გახდება ყველაფერი. დასკვნა, რომელსაც აკეთებენ, არის უკრაინის საშუალო სიღრმის დარტყმების კამპანია. ამ კამპანიამ უკვე გაარღვია რუსეთის საჰაერო თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ დონემდე, რომ უკრაინამ შეძლო დაეწყო თავისი ლოგისტიკური ბლოკადის კამპანია, რომელიც ახლა ყირიმის იზოლირებას ცდილობს და ასევე აიძულებს რუსეთის ძალებს ფრონტზე შევიდნენ ბრძოლა. უკრაინა მუდმივად ესხმის თავს რუსეთის საჰაერო თავდაცვას 2026 წლის განმავლობაში, ხოლო CNN-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ წლის დასაწყისიდან გაანადგურეს 106 ანტისაჰაერო ელემენტი და ომის დაწყებიდან 1400-ზე მეტი. საშუალო სიღრმის დარტყმების კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და ლოგისტიკის განადგურებას ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრის სიღრმეში, სწორედ ამ კამპანიის შედეგია. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პუტინი საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოსკოვში იმდენად იმისთვის გადააქვს, რომ დაიცვას ის სისტემები, რომლებიც უკრაინამ ანადგურა, რამდენადაც რუსეთის დედაქალაქის დასაცავად. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, უკრაინა არ აპირებს უკან დახევას. ივნისის 26-ში ზელენსკის საჰაერო თავდაცვის შესახებ განცხადებიდან სულ ერთი დღის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა გამოაცხადა 40-დღიანი ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს პუტინზე ზეწოლას, რათა მან დაასრულოს თავისი შეჭრა. ზელენსკი ამბობს, რომ ეს კამპანია დიდწილად დაეყრდნობა გრძელ და საშუალო მანძილზე დარტყმებს, რომელსაც უკრაინა უკვე იყენებს, ხოლო ყირიმი და მოსკოვი სავარაუდოდ პრიორიტეტებად დარჩებიან.
წინა დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტი ელოდება. რუსეთის არმიის ლოგისტიკური ბლოკადის გამკაცრება და საშუალო დარტყმის დრონების რეკორდული შესყიდვის პირველი ღია ტენდერის გამოცხადება. ბოლო თვეებში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საშუალო დარტყმის შესაძლებლობები და დაითხოვა რუსეთის არმიის ლოგისტიკური ბლოკადა, აღნიშნა მან. სწორედ აქ იმალება უკრაინის სტრატეგიის გენიალურობა. რაც უკრაინამ აქ გააკეთა, იყო მოსკოვზე დარტყმა, რათა ფრონტზე სისუსტე შეექმნა. უკრაინამ ზუსტად იცოდა, როგორ რეაგირებდა პუტინი უკრაინის დრონების მოსკოვამდე მიღწევაზე და იდეალურად შეიტყვა იგი მახეში. პუტინმა პუტინევით მოიქცა, დაიცვა საკუთარი არავითარი და თავისი ახლობლები. ეხლა ეს უკრაინას კიდევ უფრო მეტ წარმატებას აძლევს ფრონტზე და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ უკრაინამ 2026 წელს საკმაოდ ბევრი წარმატება მოიპოვა. როგორც Russia Matters იუწყება, ეს წელი რუსეთისთვის ტერიტორიის დაპყრობის მხრივ უკვე ძალიან ცუდად დაიწყო. ის მიუთითებს ომის კვლევის ინსტიტუტის, ანუ ISW-ის მონაცემებზე, რომელიც ამბობს ამას. რუსეთმა 51.7 კვადრატული კილომეტრის წმინდა დანაკარგი განიცადა 26 მაისიდან 23 ივნისამდე პერიოდში. თუ არ ჩავთვლით იმ ტერიტორიებს, რომელთა დაკავებასაც რუსეთი ამტკიცებს, მაგრამ რეალურად მხოლოდ 1 ან 2 სადაზვერვო ჯგუფი ყავს შეყვანილი. რუსეთი უკვე კარგავს ჯარისკაცებს თვეში 20-დან 35,000-მდე ტემპით, ხოლო მისი ყოველდღიური დანაკარგები ივნისში 1000 ბევრად აღემატება. მხოლოდ 27 ივნისამდე, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 1350 ჯარისკაცი, იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. ყველაფერი ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინას უკვე აქვს ინიციატივა, რომელიც დაფუძნებულია ვრმა დარტყმებზე, საშუალო დარტყმებზე და სასტიკ თავდაცვაზე ფრონტზე. და ეხლა, როცა მან პუტინი იდეალურ მახეში შეიტყვა, შეუძლია ამ ინიციატივაზე კიდევ უფრო ააგოს თავისი მოქმედებები. უკრაინამ უკვე მოიპოვა ცეცხლის კონტროლი დონბასისა და ყირიმის მნიშვნელოვან ნაწილებზე თავისი დრონების გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს აღარ შეუძლიათ თავისუფლად შეტევა და მათი ყოველი იერიში უკვე წამგებიანი პოზიციიდან იწყება, რადგან მათი მომარაგების ხაზები გადაჭრილია. ეხლა, როცა პუტინი საჰაერო თავდაცვას მოსკოვში აბრუნებს, შუა დარტყმების კამპანია კიდევ უფრო გამძაფრდება. უკრაინა განახორციელებს კიდევ უფრო მეტ დარტყმას და რაც მთავარია, წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. და ეს ყველაფერი რუსეთის ზაფხულის შეტევის პიკზე ხდება. როგორც თქვით, გენიალურია. აიძულე პუტინი შექმნა სისუსტეები ფრონტზე და გაჩნდეს შესაძლებლობები საპასუხო შეტევებისთვის, რაც მეტ მსხვერპლს გამოიწვევს. და ამ ყველაფერს ერთი კარგი პატარა ბონუსიც აქვს. უკრაინა ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმ კონკრეტულ ადგილებს, სადაც პუტინი გაგზავნის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებს, რომლებიც ფრონტის ხაზიდან წაიყვანა. ჩვენ ვიცით, რომ მას ეს შესაძლებლობა აქვს. უკრაინას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელი ჩრდილოვანი არმია ჰყავს, რომელიც აკვირდება და ელოდება, სად გაჩნდება სისუსტეები, რათა ეს ინფორმაცია გადაეცეს. რუსეთში კი ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ატეში, მოსკოვში დივერსიულ ოპერაციებს ატარებენ და პოტენციურ სამიზნეებზე თვალს ადევნებენ. როდესაც ამ სამიზნეების გაძლიერება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაიწყება, უკრაინა ამის შესახებ გაიგებს. როდესაც ამ სამიზნეების გაძლიერება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაიწყება, უკრაინა ამის შესახებ გაიგებს. როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამიზნეები დასუსტდება, უკრაინა ამის შესახებ გაიგებს. პუტინი იძულებული გახდა უკრაინისთვის გადაეცა მნიშვნელოვანი დაზვერვითი ინფორმაცია, რადგან თავი მახეში გამოიჭირა. და როგორც კი გამოტანილი საჰაერო თავდაცვის სისტემები განთავსდება, უკრაინა ზუსტად გაიგებს, რას არ უნდა პუტინს რომ დრონებმა დაარტყან. არ არის საჭირო დიდი სამხედრო ტაქტიკოსი იყო, რომ მიხვდე, რომელ ობიექტებს ესტუმრება ისეთი მასიური დრონების ჯგუფები, რომ ახალი საჰაერო თავდაცვა მათ შეჩერებას ვერ შეძლებს. და კიდევ ერთი რამ არის. უკრაინას გრიპენის გამანადგურებელი თვითმფრინავები შემოემატება. ეს პარტია სავარაუდოდ მომდევნო 10 თვის განმავლობაში ჩამოვა, შესაძლოა წლის ბოლომდეც კი იმდეც კი. ისინი ასევე აღიჭურვებიან მეტეორ რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსი 100 კილომეტრზე მეტია და მახ 4-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილდებიან. თუ ყველაფერი უკრაინის სასარგებლოდ წავიდა, ეს თვითმფრინავები შევა გარემოში, სადაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე, რაც გრიპენსა და სხვა გამანადგურებლებს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად განახორციელონ შეტევები რუსეთის ზურგის მიმართულებით. უკრაინამ შექმნა იდეალური ქარიშხალი და პუტინი მასში აღმოჩნდა. არ აქვს მნიშვნელობა პუტინი რომელი მიმართულებით მიმართავს რუსულ გემს, წყალი მაინც გემზე შემოდის. თუ ის საჰაერო თავდაცვას მოსკოვში აბრუნებს, როგორც ახლა აკეთებს, მაშინ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო სუსტია. თუ ის ამ თავდაცვას იქვე ტოვებს, სადაც იყო, მაშინ მოსკოვი, კიევი და ყველა სხვა მაღალი ღირებულების შორმანძილზე დასარტყამი სამიზე უფრო სუსტია. აქ პუტინს გამარჯვების შანსი არ აქვს და მისმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად უკრაინას მისცა შესაძლებლობა განავითაროს ყველა ის წარმატება, რაც უკვე ვიხილეთ 2026 წელს. ნიშნავს ეს იმას, რომ უკრაინის მხრიდან სრულმასშტაბიანი შეტევა ახლოვდება? არა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია წამოიწყოს მიზანმიმართული კონტრშეტევები ტერიტორიის დასაბრუნებლად. ასევე შეუტიოს იმ რეგიონებს, რომლებიც პუტინმა ახლახან დაასუსტა. ეს უბრალოდ ციკლს იწვევს. საჰაერო თავდაცვას შემდეგ გადაიტანენ იმ სამიზნე რეგიონებში, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის და ასე გაგრძელდება, სანამ უკრაინა ნელ-ნელა შეასუსტებს რუსეთის თავდაცვას. ეს ყველაფერი ერთ ღამეში არ მომხდარა. ეს არის წლების შრომის, ბრძოლის, კვლევის, განვითარების და დაგეგმვის შედეგი უკრაინის მხრიდან. ეს ყველაფერი ახლა კულმინაციას აღწევს.
და პუტინმა ახლახან გაიგო, რომ ბოლო 4 წელზე მეტი დრო სწორედ უკრაინის მახეში გაება. ეხლა როცა საჰაერო თავდაცვა მოსკოვში გადაიტანეს, საკმაოდ კარგად ვიცით რა ელით ოკუპანტებს. კიდევ უფრო მეტ სამიზნეს დაართლამენ. უკრაინა ამ მიმართულებით ისედაც კარგად მუშაობდა. მხოლოდ 2026 წელს 800,000-ზე მეტ დადასტურებულ სამიზნეს დაართრეს და კიდევ ბევრია მოსალოდნელი. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თვალყური ადევნეთ თქვენს ფიდს, რომ ნახოთ რას შემოგთავაზებთ სამხედრო შოუ შემდეგში. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.